გამარჯობა, თქვენ უყურებთ ტაბულას, ეს თეორემაა, მე თამარ ჩერგოლეიშვილი ვარ. საშიშია მაღალი ტრიბუნიდან მოწოდება, რომ არაფერი ცუდი ეკლესიის კრიტიკაში არ არის. ამბობს წმინდა სინოდის წევრი, მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებაზე, რომ საზოგადოება არ უნდა შეუშინდეს ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საუბარს. ყოფილი პრემიერი თუ არაჯანსაღად შეეღო ეკლესიას, მისთვის იქნება ყველაზე ცუდი. პატრიარქსა და ეკლესიაზე ასე პირდაპირ სააკაშვილსაც არ მიუტანია იერიში. ასეთი აზრისაა დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და ბიძინა ივანიშვილის სიტყვებში არაჯანსაღ მომენტს ხედავს. ის მიიჩნევს, რომ ივანიშვილი თავს ეკლესიაზე მაღლა აყენებს. თავად ვერ იღებ კრიტიკას, ვინც სიმართლეს გეუბნება. შენ პატრიარქი როგორ უნდა აკრიტიკო? მიმართავს დიაკონი ელიზბარი ყოფილ პრემიერს და მის ბიზნეს ცენტრთან ასეულობით 1000 ადამიანის პროტესტ წინასწარმეტყველებს. რატომ აღიქვამენ სასულიერო პირები ასე მტკივნეულად ივანიშვილის მოსაზრებას? რატომ შეიკავა თავი პატრიარქმა პასუხისაგან? რამდენად სამართლიანია ივანიშვილი ეკლესიასთან მიმართებით? ამ თემაზე ვისაუბრებთ გადაცემის პირველ ნაწილში. ქართული ოცნება საქართველოს გენმოდიფიცირებული პროდუქტებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებას გეგმავს. რა არის გენმოდიფიცირებული პროდუქტი? როდიდან იწყება გენმოდიფიკაციის ისტორია? არის თუ არა გენმოდიფიცირებული საკვები ჯანმრთელობისთვის ისეთი საშიში, როგორათაც ხშირად წარმოგვიდგენენ? რა დარტყმას მიაყენებს მსგავსი კანონპროექტის მიღება ქვეყნის ეკონომიკას და მომხმარებელს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას გადაცემის მეორე ნაწილში შევეცდებით. გავიგებთ იმასაც, რას ფიქრობენ ჩვენი თანამოქალაქეები მთავრობის ინიციატივაზე და აქვთ თუ არა მათ ადეკვატური ინფორმაცია გენმოდიფიცირებული საკვების მიღებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. მოკეთ დაგველოდეთ ცოტა ხანში სტუმრებს წარმოგიდგენთ. მადლობა რომ გვიყურებთ. გადაცემის პირველ ნაწილში ვსაუბრობთ ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ პატრიარქის კრიტიკა და ეკლესიის კრიტიკა დასაშვებია და საჭიროც კია. ეხლა კი სტუმრებს წარმოგიდგენთ გელა ნიკოლეიშვილი, იურისტი, უფლებადამცველი, თამარ გურჩიანი, იურისტი, ლევან სუთიძე, ტაბულას რელიგიის მიმომხილველი, დიაკონი ელიზბარი, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი. დიდი მადლობა ბატონებო, ჩემთან მობრძანებისთვის. და პირველი კითხვით მამა ელიზბართან გადავალ. თქვენ განაცხადეთ, რომ ივანიშვილს არ ჰქონდა უფლება და არ აქვს უფლება პატრიარქი გააკრიტიკოს. რატომ თვლით ასე? მოგესალმებით. და ზოგადად რატომ მიიჩნევთ თქვენ სასულიერო პირების კრიტიკას მიუღებელ? თქვენს ტელემაყურებელს პირველ რიგში. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მინდა მოგახსენოთ შემდეგი, რომ საერთოდ ზოგადად ეკლესია და მით უფრო მართლმადიდებლური ეკლესია არ გახლავთ ისეთი ინსტიტუტი, წყალებში ჩამისვამს ეს სიტყვა, რომელიც ასე იაფად უნდა გაიკრიტიკოს, ან და თუნდაც გახდეს საჭირო თემა გნებავთ მაღალ პროფესიულ ჟურნალისტურ დონეზეც კი. ეს არის ჩვენი ერის სულიერი და კულტურული მონაპოვარი. სხვა რელიგიურ კონფესიებთან ერთად, რომელიც ჩვენთან ერთად ეხლა რატომღაც წინა ხელისუფლების დროს გაგვითანაბრეს რანგით, თუმცა ქაღალდზიან სადმე კანონ პროექტში გათანაბრება სულაც არ ნიშნავს სულიერებაში მათ გათანაბრებას. რაც შეეხება ბატონი ბიძინას მიერ გამოთქმულ შეფასებებს, რომელსაც მრავალი სასულიერო პირი უარყოფითად ეკიდება, ძალიან ვცდილობთ დავინახოთ მის კრიტიკულ გამონათქვამში ერთგვარი ზრუნვა ეკლესიის გასაჯანსაღებლად, მაგრამ იმიტომ რომ აი ახლანდელი ხელისუფლების ნაბიჯებში სადღაც ბოლშევიზმის გამოძახილს ვხედავ და თამამად გეტყვით რომ ეს არის ზედნაშენი
და ფუნდამენტი წინა ხელისუფლების პერიოდში არის. თუ შეიძლება ერთი წამით წმინდა იოანე ოქროპირის ციტატას მოგიყვანთ, შურის ყოვლის შთამთქმელ ცეცხლს მოუცავს მღვდლები, როგორც ტირანს ეშინია თავისი მცველების, ასევე მღვდლებსაც ყველაზე მეტად თავისი ახლობლებისა და მსახურების ეშინია, რადგან ისე არავინ ელტვის მის ძალაუფლებას და ისე არავინ იცნობს მის საქმეებს, როგორც ისინი. დიდ განსხვავებას ვხედავ წარსულსთან თანამედროვე მწყემს თავრებს შორის. ისინი მებრძოლები იყვნენ, ესენი კი ზარმაცები არიან. ისინი წიგნიერებითა და სწავლებებით ხდებოდნენ სრულყოფილი. ესენი კი მორთვა-მოკაზმით სრულყოფენ თავს. მათ თავით ხვართათვის გაწირეს. ესენი კი დაქირავებულ მწყემს და მსგავსად სამწყუსოს მტოვებენ და გარბიან. ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი წმინდანი შეხებია სასულიერო პირებს. ის ადამიანები, რომლებიც შემდგომ თავად მართლმადიდებელმა იესო ქრისტემდე არ მივდივარ მე ამ შემთხვევაში იოანე ოქროპირზე ვსაუბრობ. რატომ არის დაუშვებელი? იცით ალბათ რომ ბიზნა ივანიშვილის თანამოაზრე მე არ გახლავართ, მაგრამ ამ შემთხვევაში რატომ არის დაუშვებელი და მიუღებელი და რატომ ნიშნავს ეკლესიის, თქვათ, როლის უარყოფას, თუნდაც ის რომ მასში, თქვათ, რაღაც უარყოფითი დაინახო და მის გამოსწორება შეეცა. კრიტიკას ეს არ არის საკრიტიკო საგანი თავშივე შევთანხმდით ჩვენ. ხო, და ეს მაინტერესებს რატომ? საერთოდ ნიცშეს აქვს ასეთი გამონათქვამი, მინდა მოგახსენოთ. ფაქტების კონსტატაცია ვერაფერი სიბრძნეა. ახალი რეალობის შექმნა კი ნამდვილად გახლავთ ნიჭიერების გამოვლინება. რაც შეეხება რაც თქვენ ახლა მე მკითხეთ, სასულიერო პირთა კრიტიკაც შესაძლებელია ჯულის კანონის ზედმიწევნითი დაცვით. და რა თქმა უნდა, ეკლესიაში არსებული სხვადასხვა უარყოფითი ფაქტების გამოვლინებაც. თუმცა ისე ვიმეორებს ჯულის კანონის ზედმიწევნით დაცვით და როდესაც ბატონი ბიძინასგან ეს მეგეთყვით ასე მწარედ რატომ აღიქვა საზოგადოებამ და მით უფრო აი ესეთმა სასულიერო იერარქებმა, რომელიც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, მეუფე სერაფიმე ჯოჯოა, რომელიც გამორჩეული გახლავთ შემართებით, სიყვარულით თავის სამშობლოს მიმართ, ის აფხაზეთიდან გახლავთ, ასე ვთქვათ, დევნილი, ვთქვათ, ვიხმაროთ ეს სიტყვა და ასევე მამა თეოდორე, თქვენ დეკანოვის თეოდორე ბრძანეთ გიგნაძე. მადლობთ, რომ მათ რანგში მეც მომიხსენიეთ. ეს ხალხი გამორჩეული გახლავთ სიყვარულით და სულ სხვა რამ მოლოდინის. აი თეოდორე გიგნაძემ ბოდიში ესეთი რამე თქვა, რომ მას თავი ეკლესია ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი, იმიტომ თქვა, რომ მას თავი ეკლესიაზე მაღლა მდგომად მიაჩნია. იზიარებთ თუ არა მოსაზრებას? ვერ ვიტყვით მაგას, რომ მას თავი ეკლესიაზე მაღლა მდგომად მიაჩნია. ასე ხმამაღლა თქმასაც მოვერიდებოდი მე პირადად. თუმცა მე მოგეხსენებათ ხშირად გამოვირჩევი ძალიან მწვავე გამონათქვამებით, მაგრამ ამ ჩემი მიერ გამოთქმული ფრაზაც მოიყვანეთ. წავიკითხე თქვენი მოსაზრება. მაგრამ ხომ არ გავიხსენოთ ერთი ჩვენი მამაოს სიტყვებს დავესესხები, მე როდესაც ვინმეს ვაკრიტიკებ, იმაზე მეტი სიყვარული მჩება, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ. ხო და მამა თეოდორემ რომ ეს გამოთქვა, აი იქიდან გამოვიდა ზუსტად. მე რასაც წეღან ახლა მოგახსენებდით, რომ მეტის მოლოდინი ჰქონდათ რატომღაც ამ ხალხს, ყველას ჩვენ მეც და მთელ საზოგადოებას, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების ცვლილებას, რაც განხორციელდა. ეს სინოდის დადგენილება ერთმანეთს მოაწყვეტინებთ ნახე ესეთი ფორმატია. ესეთი ფორმატია, რომ ერთმანეთს არ ვაწყვეტინებთ. ბიძინა ივანიშვილს არაფერი არ მონაწილეობა მიუძღვის. ხო, დიახ, და არც ხელი შეუშლი არასდროს წინა ზოგიერთ ხელისუფალთა მსგავსად. ახლა მოგიხსენებათ ეს თქვენ. თამარ გურჩიანთან გადავალ შეკითხვით ახლა, შემდეგი შეკითხვა თამარ გურჩიანთან. იჯდა სინოდის ხსნაზე და თამარ გურჩიანთან მექნება, რას ფიქრობთ ზოგადად ივანიშვილის მოსაზრებაზე? რა როლი შეიძლება ითამაშოს ესეთი პოპულარული პოლიტიკოსის თუ არ ვიცი ახლა რა დავარქვა, რა ვიცი, მოქალაქის ალბათ. მსგავსმა მოსაზრებამ, როდესაც ესეთი მოსაზრება გამოითქმის ესეთ ყველაზე და მასზე პოპულარულ თქვათ ინსტიტუტზე, ამ შემთხვევაში და პიროვნებაზე, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უფრო პოპულარულია საქართველოში ვიდრე თქვათ ქართული ოცნება. რა როლი შეიძლება ითამაშოს თქვათ ამან საზოგადოების
საზოგადოებრივ ჭრილში და როგორ შეიძლება ეს მასზე აისახოს, თქვათ, იგივე პოლიტიკურად. შეგვიძლია ჩვენ წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა მსგავსი, რომ ნაციონალური მოძრაობის რომელიმე ლიდერს ეთქვა, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. ნაციონალური მოძრაობის რომელიმე ლიდერს თავის დროზე რომ ჯანსაღი კრიტიკა არ შეშინებოდა ჯანსაღი კრიტიკისა, ალბათ ჩვენ ახლა უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით, ვიდრე ვართ. ბიძინა ივანიშვილი არ არის უბრალო მოქალაქე, ის არის ყველაზე მდიდარი საქართველოს მოქალაქე შესაბამისად, მის მიმართ ალბათ კანონის წინაშე ყველა თანაბარი. აი ხა რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით მამაო. თუმცა მასზე წოლის მექანიზმები ალბათ გაცილებით უფრო მცირე არის, ვიდრე რიგითი მოკვდავების მიმართ იქნებოდა. თუნდაც ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ მე ვფიქრობ. ნუ რა თქმა უნდა. არასოდეს არ არის გვიანი წარსული შეცდომების სხვადასხვა აღიარება და გათვალისწინება და კარგია თუ ჯანსაღ კრიტიკას ყველა ხელშეუწყობს დღეს. ახლა ეს შეეხება იმას, რაც თქვა ბიძინა ივანიშვილმა, იყო თუ არა სწორი, ქონდა თუ არა ამისი უფლება. რა თქმა უნდა, კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ, მამაო, აბსოლუტურად გეთანხმებით. ასევე ყველა რელიგიაც თანასწორია კანონის წინაშე, თქვენ თქვით რომ სულიერებაში გათანაბრებას ერთმანეთს ვაცადოთ, ყველას მოგეცემათ აზრის გამოთქმის შესაძლებლობა ამის პირობას. როგორც ერთი რომელიმე კონკრეტული რელიგიის მიმდევარს, რა თქმა უნდა, მე წამს როგორც დოსტოევსკი ამბობდა, რომ ის რელიგია, ის წამსი, რომელიც მე ავირჩიე, არის ჭეშმარიტი და უპირატესი, მაგრამ კანონის წინაშე ეს რელიგია სხვა რელიგიებთან შედარებით არის თანასწორი. ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ მე თეოლოგი არა ვარ და თეოლოგიურ დისკუსიისთვის აქ არ მოსვლარ. სწორედ კანონის და ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან ვიმშელებ ამ საკითხზე. ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა აბსოლუტური უფლება გამოეხატა ის აზრი, რომელიც მან გამოხატა. და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აქვს სრული ვალდებულება, რომ ეს კრიტიკა აიტანოს, იმიტომ რომ ეს არის საჯარო პირი და მისი კრიტიკა არის აბსოლუტურად დაშვებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულწილად აიტანა კიდეც, იმიტომ რომ პასუხი მას არც კი გაუწია. ხო, ჩვენ არ ვიცით ჯერჯერობით აიტანა თუ არ აიტანა. მამა მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა განცხადება, რომ მათ სურდათ, საფატრიარქოს სურდა პასუხის გაცემა, მაგრამ პატრიარქის მოთხოვნით მათ ეს პასუხი არ გასცეს. ხო, მე ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს საპატრიარქო ესე მშვიდად გადაიტანს ამ კრიტიკას. თავის მხრივ კათოლიკოს პატრიარქსაც აქვს უფლება, ისარგებლოს თავის სიტყვის თავისუფლებით, სწორედ ამ უფლებით ისარგებლა მან, როდესაც თქვა სტალინზე, რომ ის იყო კარგი ადამიანი, როცა პუტინზე თქვა, რომ კეთილი გული აქვს, რაღაც დაახლოებით ასეთი თქვა და როცა ასევე ბავშვები, უდანაშაულო ბავშვები გამოაცხადა, ხო, მაგრამ ეს თემა სხვა ხო? ანუ მანაც სიტყვის თავისუფლებით ისარგებლა, მაგრამ ახლა მოგახსენებთ, რატომ მაქვს მე როგორც საქართველოს მოქალაქეს ამ მათი სიტყვის თავისუფლების მიმართ კრიტიკული განწყობის უფლება ანუ რატომ აქვს უფრო მეტი უფლებები ვიდრე თვითონ ამ საზჯარო პირებს, ბიძინა ივანიშვილს ან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. იმიტომ რომ ისინი არიან საჯარო პირები, მათ მიმართ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მათი გავლენა საზოგადოებაზე არის გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე ჩვენი უბრალო მოკვდავებისა, ხომ? ამ გავლენას შეუძლია წარმოუდგენელი რისკებიც კი შექმნა საქართველოში და ახლა გეტყვით, რა რისკების მატარებელი შეიძლება იყოს, მაგალითად ის, რომ გამოდიან, ესე იგი, სასულიერო პირები და გვარწმუნებენ იმაში, რომ თურმე საპატრიარქოს კრიტიკა არის დაუშვებელი. საპატრიარქოს კრიტიკა კი არა, რელიგიის კრიტიკაც დასაშვები არის, სიტყვის თავისუფლება ჩვენ ამასაც გულისხმობს. რელიგიის თავისუფლება თავის მხრივ არ იცავს ისეთ რელიგიას, რომლის კრიტიკაც არ შეიძლება. რა რისკების მატარებელი შეიძლება იყოს ასეთი განცხადებები? ჩვენ უკვე 1 წელია ვამტკიცებთ იმას, რომ საქართველო არ არის თეოკრატია, ეს საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა. ჩვენ გვიხდება ეს მაშინ ვისაც ჯანსაღი კრიტიკა ეს პირობებში. საქმე იმაში არის, რომ ჩვენ მუდმივად გვიხდება სასულიერო პირებსაც კი შევახსენოთ სახარებისეული პრინციპი, რომ მიეცით ღმერთს ღვთისა და კეისარს კეისრისა. ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის საკითხი დგას ძალიან მწვავე დღეს. და ეკლესია ერევა ისეთ საკითხებში, როგორიც არის ადამიანის უფლებები. რატო გავუსვი ხაზი იმას, რომ ეს არის ხომ არ შეიძლება მაშინ იგივე ეკლესია მოგვიტრიალოს, რომ მაშინ შენ რატომ ერევი ჩემს საქმეებში, ვთქვათ, ეშმაკის ადვოკატს ვთამაშობ. ახლა გეტყვით, ეკლესიის საქმეებში ჩარევა არ შეიძლება, რასაკვირველია, მე პატივს ვცემ საეკლესიო იერარქიასაც, მათ სიტყვის თავისუფლებასაც, მაგრამ მე სწორედ მაგას მოგახსენებდით, რომ სადაც გავლენა უფრო დიდია, იქ პასუხის
პასუხისმგებლობაც უფრო დიდია, სადაც ძალაუფლება უფრო მეტი არის, პასუხისმგებლობაც უფრო მეტი. რასაკურველია? ბატონგელასთან მექნება შეკითხვა. მე უბრალოდ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ დემოკრატიულ რესპუბლიკას იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ დემოკრატიული რესპუბლიკა საერო კანონმდებლობით იმართება და არა დიდის შულის კანონით. მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს და შეიძლება მეც მივდევდე ამ დიდის შულის კანონს, სახელმწიფო იმართება საერო კანონმდებლობით. და რაც შეეხება იმას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას, გავლენა შეიძლება იყოს სერიოზული. დღეს შეიძლება ჩვენ ვშელობდეთ იმაზე, რომ დემოკრატიული რესპუბლიკაა და არა თეოკრატია, მაგრამ ხვალ შეიძლება იმაზე ვიმსჯელოთ, ესე იგი, რა მოუხერხოთ ამ რელიგიურ სიძულვილს და ფუნდამენტალიზმს, რომლის გაღვივების მცდელობა შეიძლება ზოგჯერ სამწუხაროდ სწორედ საპატრიარქოსგან მოდიოდეს. მამა ელიზბარ სამწუხაროდ მე ფილმით მაინც ტაბურეტით მომდევდა მღვდელი თავისუფლების მოედანზე. არ მოგდევდა. არა, ტაბურეტით. ის მე ვუყურებდი ამ ყველაფერს მე ვიდექი. ოპერაცია გაკეთებული და სადაც გაჩერდებოდა დებოდა ტაბურეტი. მე ვიდექი და ვუყურებდი მღვდლები როგორ ილანძღებოდნენ, როგორ იგინებოდნენ, როგორ იმოუწოდებდნენ აგრესიისკენ. კი ბატონო, და ნახოთ ავტობუსს როგორ ურტყავდნენ იქ, სადაც აი გარიდებული ადამიანები, მაგრამ აი ეს ცალკე თემა. კი, მღვდლები ეს მე ვიდეოზეც ვნახე და ჩემი თვალითაც ვნახე. ბატონო გელა, თქვენთან მექნება შეკითხვა. აუცილებლად თქვენც დაგიბრუნდებით და თქვენც მოგეცემათ თქვენი აზრის გამოთქმის საშუალება. დიდი მადლობა სხვათა შორის, რომ ჩვენ კითხვებს პასუხობთ, იმიტომ რომ ბევრი ამასაც არ თანხდება. ბატონო გელა, თქვენთან მექნება შეკითხვა. მამა თეოდორე გიგნაძე ესეთ მოსაზრებას გამოთქვამს, აი მამა ელიზბარსაც ვკითხე, რომ ბიძინა ივანიშვილი ეკლესიაზე მაღლა აყენებს თავს და იმიტომ ამბობს იმას, რასაც ამბობს. არაჯანსაღ მომენტს ხედავს მის მოსაზრებაში. რამდენად იზიარებთ თეოდორე გიგნაძის მოსაზრებას და თქვენს თუ შეიძლება მოკლე ანალიზი რომ გააკეთოთ იმისი, რაც ხდება თქვათ დღეს. ხედავთ რომ მიუხედავად პატრიარქის სურვილისა რომ პასუხი არ გაეცათ, მაინც სასულიერო პირები თქვათ საკუთარ აზრს გამოხატავენ და სულ თავისი უფლება, მათი უფლებაა ეს. კი ბატონო. პირველ რიგში შევეხები იმას ქალბატონმა თამარმა რაც ბრძანა რომ ეკლესია ერევაო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. მე ვფიქრობ აქ გასაკვირი არაფერი არ არის. ეკლესია თვითონ დგას ქრისტიანული სარწმუნოებიდან მოდის ადამიანის უფლებების გაგება და ახლა ვის როგორ ესმის თანამედროვე გაგებით ვინ როგორ უყურებს ეს მეორე ამბავია, მაგრამ ძალიან ბევრი სამწუხაროდ ცდილობს დააპირისპიროს ქრისტიანობა და დემოკრატია, ქრისტიანობა და ადამიანის უფლებები. მე ასე არ უყურებ ქრისტიან დემოკრატიული პარტიები ამ სახელწოდებითაც კი არსებობენ დასავლეთის ძირითადად ეს მემარჯვენე ცენტრისტული პარტიები არიან და მე მგონია რომ აქ რაღაცა დაპირისპირების ნიშანი არ უნდა იყოს. ჩვენ მემარჯვენე ცენტრისტული ჟურნალი ვართ. ძალიან კარგი. და გამოცემა. და რაც შეეხება თვითონ კრიტიკას, იქნება ეს ბიძინა ივანიშვილი თუ სხვა, რა თქმა უნდა, მეც ვფიქრობ, რომ ტაბუდადებული თემები არ უნდა იყოს და თვითონ მამა ელიზბარი არაერთხელ აკრიტიკებს თავის გამოსვლებში, მე წამიკითხავს მომისმენია, თვითონ ეკლესიის. ნუ მაგრამ მამა ელიზბარის პოზიცია ესეთი იყო, რომ შენ თვითონ კრიტიკა ვერ აგიტანია და სხვას როგორ აკრიტიკებს. ეგ მეორე ამბავი, ახლა პიროვნულზე ნუ გადავალთ, ეს მე მგონი უფრო განზოგადებული თემა, მე პირადად ვერ დავინახე. თქვენი აზრით იტანს ბიძინა ივანიშვილი კრიტიკას? უჭირს, ძალიან უჭირს, გარეგნულად ყოველ შემთხვევაში, როდესაც არის, ყოველ შემთხვევაში ცდილობს, რომ დასაბუთებული იყოს ეს კრიტიკა და ისეთი მიაწოდონ, რომ საფუძველი დაინახოს მას. თუ ისეთი რაღაცები, როგორც მას მოეწონა. ახლა მე პირადად არ ვიცნობ მას, მაგრამ რასაც გარეგნულად ხედავ, როგორც მას ესმის. ხო, მაგრამ ერთი არის ახლა საიდან რო ვაკრიტიკებთ სიტყვაზე, ხო, იქნება ეს პატრიარქი, იქნება ეს თემა კონკრეტული პატრიარქის მიერ წამოწეული თუ ზოგადად ეკლესიის, რა კუთხით ვაკრიტიკებთ, რა გულით ეს კეთილმოსურნის თუ აი რაღაცა სიხარულით რო როგორ უნდა გავარჩიოთ ეს? აი მე გეტყვით ახლა აი მაგალითად მახსენდება ილია ჭავჭავაძე ამბობდა ჩემზე ამბობენ თუ სწორად მახსოვს ახლა ის ქართლის სასიამეს ამბობს ის მის თუ წარმალავს ეს ხომ ცხადი სიძულვილია ბრიყვნი ამბობენ წრფელი გული კი მაშინ რაოდენი სიყვარულია აი ამაშია საქმე რომ როგორ უნდა გავარჩიოთ ამ აი წრფელი გული მართლა გძნობს ამას სიძულვილით აკრიტიკებს შენ ეკლესიას თუ სიყვარულით მე მაგალითად ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაში მართლა არ დამინახავს სიძულვილი ის რაც თქვა ხო იგივე სუროგაციასთან დაკავშირებით იქნებოდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ სხვა საკითხთან დაკავშირებით
მე ვფიქრობ, რომ სრული უფლება ქონდა არა მხოლოდ მას, არამედ ახლა ბიძინაევანაშვილი მაინც რაღაცა განსხვავებულია თავისი პოზიციიდან და თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე. რიგით ადამიანსაც, რიგით მორწმუნესაც, რასაკვირველია, მაგრამ როდესაც აქ რაღაცა ისეთი აჟიოტაჟი, ჟივილხივილი იქნება, რომ აიც ეკლესია ხედავთ ეს როგორი ისინი დამდაბლებულია, როგორი უცოდინარები არიან, როგორი აი თუნდაც თქვენ ეთანხმებით ბიძინაევანიშვილს, რომ პატრიარქმა შეიძლება თქვას, მაგრამ ჩვენ ეს არ გავიზიაროთ. ჩვეულებრივი ამბავია. კი ბატონო, დიდი მადლობა. ლევან, თუ შეიძლება რომ შენი აზრი მითხრა, შენი აზრით რატომ შეიკავა პატრიარქმა თავი კომენტირებისაგან? ვერ გეტყვით არ ვიცი ამ შემთხვევაში ეს გასაგებია სპეკულაციურ მასში შევდივართ, მაგრამ ის პირადი მოტივი რა იყო მაშინ როცა პასუხი არ გასცა, ხო? მე ვფიქრობ, რომ პასუხს მაინც გასცემს კათალიკოს პატრიარქი, ის უპასუხოდ არაფერს ტოვებს ხოლმე. თქვენ გახსოვს ალბათ, რომ საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა მას შემდეგ, რაც მეჩეთი აღადი მეჩეთს დააბრუნეს მინარეთი, რომელიც იქამდე ხელისუფლებამ მოხარხა, რამდენიმე ასე ვთქვათ, კვირაში თუ დღეში აღარც მახსოვს, გამოვიდა და განაცხადა, რომ თვითმმართველობის კანონი, ასე ვთქვათ, შლის საქართველოს საერთოდ. მაგრამ აქ ეს არ არის, ხო? ახლა მთავარი არის ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ სასულიერო პირების განათლება არის ძალიან დაბალ დონეზე, ხო? უფრთხის ყველანაირ კრიტიკას. და ამ კრიტიკაზე რეაგირებს მწვავედ. ერთი მხრივ საქართველოს საპატრიარქო გაიგივებულია ქრისტეს მეტაფიზიკურ სხეულთან, ხო? ანუ ეკლესიის კრიტიკა ახლა ისე გვესმის, თითქოს ჩვენ ვაკრიტიკებთ იმ საკრებულოს, რომელიც დაარსა ქრისტემ, რომელმაც დაარსა ქრისტემ, სადღაც კითხულობს, ხო? რომელმაც დაარსა ქრისტემ და რომელსაც მემკვიდრეობს თუნდაც ახლანდელი წმინდა სინოდი და ასე სხვადასხვა საკრებულო, ხო? საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და არა მართლმადიდებლური ეკლესია, ხო? კარგი იქნება თუ ამ ეკლესიის სახელს სწორად წარმოვთქვამთ ხოლმე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხო, ეს ტერმინები ძალიან მნიშვნელოვანი. არ უნდა უფრთხოდეს ამ ყველაფერს, ეკლესიის პოზიცია უნდა იყოს ასეთი, ჩვენ არ გვეშინია არაფრის. კი ბატონო, როდესაც რელიგიურ ინსტიტუტს მიაჩნია, რომ სწორედ ის ფლობს ჭეშმარიტებას, სწორედ ის ფლობს, ასე ვთქვათ, ღვთივგამოცხადებას, ხო, რომელიც ხალხამდე უნდა მიიტანოს, მას არ უნდა სჭირდებოდეს კანონი იმისთვის, რომ კანონი და კეისარი იმისთვის, რომ აღასრულოს საკუთარი ფუნქციები, ხო? მას ისედაც უნდა შეეძლოს ყოველგვარი, ასე ვთქვათ, დამატებითი პრივილეგიების გარეშე საკუთარი ჭეშმარიტების გადაგება, ხო? ქრისტე დაპირდა ამ ეკლესიას, რომ თუ ის სიტყვებს ვერ იპოვებდა მის გონებაში, სულიწმინდა ისაუბრებდა მისი ენით. მართლმადიდებელი ეკლესიას არ უნდა ეშინოდეს, ეშინიოთ ადამიანებს, ხო? ცოდვილ ადამიანებს. რაც შეეხება პრემიერის გამონათქვას, პრემიერმა ძალიან კარგი გააკეთა ექს-პრემიერმა უკაცრავად. ყველას გვეშლება ხოლმე. ხო, არ ვიცი. ექს-პრემიერის განცხადება არის ძალიან კარგი. ამ შემთხვევაში როგორც მოქალაქის მხრიდან. წამოწდენა ხანდახან უფრო მეტია, ვიდრე წამოწდენა, ხო იცით? ექს-პრემიერის განცხადება უნდა მივიღოთ ადეკვატურად. ამ განცხადებამ ძალიან ბევრ ადამიანს მისცა შესაძლებლობა, რომ აღარ ყოფილიყო კონიუნქტურით შეზღუდული. იმიტომ რომ ის ახლა პოპულარობის ზენიტშია და აქედან გამომდინარე შეიძლება მას ბევრმა ადამიანმა დაუჯეროს. მამა ელიზბარ თქვენთან გადმოვედი როგორც დაკვირდით თუ რასაკვირველია პასუხის გაცემა გინდათ ან რეპლიკა გაქვთ აქ გამოთქმულ მოსაზრებებზე ესეც შეიძლება თქვა და კითხვასაც დავამატებ ბარემ თქვენ თქვით რომ აი რაღაც წინასწარმეტყველეთ სავით ესეთი ივარაუდეთ რომ შესაძლოა 200-300,000 კაცი მოგროვდეს არა რუსთაველს არამედ სოლოდაკში მის ბიზნეს ცენტრთან შეუსრულებელი ვალდებულებების გამო რაც ბიძინა ივანიშვილმა იკისრა ხალხის წინაშე ეხავე დავასრულებ ეს პრინციპში ამ სიტყვებით მერე არ გამოჩენილა ვთქვათ რომ ბიძინა ივანიშვილმა მოდი უკაცრავად ჟარგონს გამოვიყენებ მაგრამ მომრჩეველი ერთგვარად გადააგდო იმიტომ რომ ვთქვათ ბევრი ვთქვათ შეუსრულებელი პირობა დარჩა ხომ და მაგრამ ეს უკვე კარგახანია ჩვენ ვიცით მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავიდა, მაგრამ თქვენ ეს გაგახსენდათ მას შემდეგ რაც მან პატრიარქი გააკრიტიკა. არ გამახსენდა მაშინ. თქვენ თუ ყურადღებით ადევნებთ ჩემს საგაზეთო გამოსვლებს თვალს, შეამჩნევდით რომ მე სანამ 1 ოქტომბერი დაიწყებოდა შარშან, იქამდეც მსგავს ფრაზებს ვამბობდი რომ ადამიანებს, როდესაც ამ ხელისუფლებასთან, მაშინდელ არსებულ ხელისუფლებასთან აქვს ამ საზოგადოებას ჩვენს საქართველოში მაცხოვრებელ საზოგადოებას რაღაცა შენიშვნები
და არის არ არის რაღაცა შენიშვნები, არის ძალიან დიდი შენიშვნები გქონდა ყველას და ვაკრიტიკებდი და ახლაც იმ აზრზე ვარ, რაზეც მაშინ გახდით. და უცებ გამოჩნდი რაღაცა თითქოს მესიასავით ამ ხალხის თვალში ვიღაცა უბრალო ბოგანო არ ვიტყვით რომ მესიასავით გამოჩნდა. არა, ადამიანი რომელსაც დავეყრდენით ყველანი რომ ბიძინას ხელშეწყობით. ვინ ყველანი, ვინ არის ეს ყველა? ყველანი დავეყრდენით. მათ შორის? ის ნაწილი რომელიც არ უჭერდა მხარს ნაციონალურ მოძრაობას. და შეგიძლიათ რა თქვათ, ვინ არის ეს ნაწილი თქვათ იგივე ეს? მთელი საქართველოს რა არ არის. არა, მე მინდა თქვენ ახლა როგორც ეკლესიის წარმომადგენელი ისე, რო ეკლესია ბატონო. თამარის გამოკლებით თქო მთელი საქართველოს. საქართველო რა თქმა უნდა. არა, ერთი წუთი შეგეკითხებით, თქვენ ხო ეკლესიას წარმოადგენთ მთელი საქართველოს, ანუ თქვენ თვლით რომ მთელი ეკლესია ვარდების რევოლუცია იყო, რამდენ მღვდელს და სასულიერო პირს ხედავდით მოედანზე, იმავე მოედანზე, სადაც არა, მე ვიყავი და მე გეტყვით, სადაც მერე იბიძინა ივანიშვილთან ლამის თეთრის პატრიარქის გარდა. ლევან მე გთხოვე შენ ძალიან გთხოვთ სინოდის დადგენილება მე წეგან მოგახსენეთ. სინოდის დადგენილებით აკრძალული არ არის ადამიანებთან ურთიერთობა. მე გახლავართ სასულიერო პირი მოძღვარი, ხო? მე დიაკონი ვარ, მაგრამ ვინც მოძღვარი გახლავთ და თუნდაც მეც უფლება არ მაქვს ადამიანის ბედზე არ ვიზრუნო. თუ ხედავ რომ ის და მასწავლის ამას მე სახარება და უფალი, რომ ერთი ცხვარი თუ მიდის, დანარჩენი 99 მიატოვე, ის ცხვარი მოიყვანე და დაუბრუნე და შეავსე აგიტაცია. აგიტაციის უფლებაც მაქვს. ჩემს მრევლს ვუქადაგო, როდესაც მე კანონის წინაშე თუ თანაბარი ვარ, ოღონდ არა რელიგია, ქალბატონო თამა, რელიგია არ შეიძლება კონფესია იყოს თანაბარი. რელიგია არ არის ჰიპოსტასი, რელიგია არ არის რაღაცა ობიექტი, ანუ სუბიექტი. კანონის წინაშე ადამიანები ვართ თანაბარი. ამა თუ იმ კონფესიების მიმდევარი და კონფესია თანაბარი კანონთან არ შეიძლება იყოს. კონფესია. და იმას თავის ჯულის კანონი აქვს. მუსულმანებს ყურანის საჯერა ჩვენ. შეიძლება სწორი შენიშნა, ყველა ადამიანი მიუხედავად სქესისა, რასისა, სექსუალური ორიენტაციისა, საქართველოს კანონმდებლობით ხმის მიცემა, მაშინ იმის უფლებაც მაქვს ჩემს მრევლს სწორი გზა ვუკარნახო. ბიძინას მიეცით ხმა და არც ის ვარგო და რომ ბიძინას თუ არ მიცემთ ხმას ცუდად მოიქცევით, არც ის ვარგო და რამოდენიმე მოძღვარი მოგახსენებთ, მე არ მეშინია მაგის ხმამაღლა თქვა, ვინც ნაციონალებს მხარს არ დაუჭერს, ტაძარში არ დაგინახოთ მოთრეული. ზუსტად ამ სიტყვებით მიმართავთ. კი ბატონო. იყო ასეთი კაცო. პრინციპში არსებობდა ჩვენ გვახსოვს სინოდის დადგენილება. ჩვენ მართლაც გვახსოვს ყველა სინოდის დადგენილება, რომელიც თქვათ აი პოლიტიკაში ჩაურევლობას ეძღვნებოდა ზუსტად და ეს მიეძღვნა იმ ფაქტს, როდესაც ღიად რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობი მიბრძანდა და ბატონ ბიძინას მიესალმა მცხეთაში შეკრებაზე. აი ამის შემდეგ ის ფრთა სინოდის წევრებისა, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ დაკავშირებული წინა ხელისუფლებასთან, აი ჯაგრენ ასე ვთქვათ ამ მაპატიებს საზოგადოება ამ სლენგისათვის. თქვენ გვარები თუ გაინტერესებთ, მე ვისაუბროთ ახლა. პატრონს გამოვიდა ხო? ხო. მე ინტერვიუ მოგულისხმობ. ორი ღამე არ გეყოფა თავის. კი ბატონო, ანუ სინოდში მიხეთქილება სინოდშის პოლიტიკური ნიადაგზე იყო განხეთქილი. პოლიტიკაში არ ჩაერიოს პოლიტიკურ გამოსვლებში არ ჩაერიოს სასულიერო პირები. ანუ გამოდის რომ პრინციპში წინა ხელისუფლების მომხრეები ითხოვდნენ უბრალოდ იმას რომ პოლიტიკაში არ ჩარეულიყვნენ სასულიერო პირები და ქართული ოცნების მომხრეები აქტიურად იყვნენ ჩარეული, ხო ესე ქართული ოცნება არა. აქ უბრალოდ იმედი, როდესაც იღვიძებს ადამიანში, მოდი უბრალოდ გეტყვით, როდესაც ადამიანში იმედი იღვიძებს, ამ იმედს საერთოდ ყოლა უნადირაძე თქვენ ყველა იცით ხო? მოდის სიონი და მოდის ხალხი, ესეთი ფრაზა აქვს მას. სასულიერო დასი, იმიტომ ამბობ, მე მართლმადიდებლური ეკლესია მართლმადიდებლური, არა თქვენ შემოშევს მე მართლმადიდებელი შეიძლება იყოს პიროვნება და ეკლესია მართლმადიდებლურია. ხო. თუ შეიძლება ხო არა. დროში ქრონომეტრში ხდება. დიახ. მე მაქსიმალურად პედაგოგიკა გახლავარ და შეცდომების გასწორება მინდა. თუმცა მეც აი სტატიას რო წერ მართლმადიდებელი ეკლესიას წერ მეც ესე ვიცი ლიტერატურულად რო ისეა, თუმცა შეიძლება მე მართლმადიდებელი პიროვნებაა და ეკლესია მართლმადიდებლური. კი ბატონო. გაბატონ თამარ.
ქაბატონ თამარ, რას ფიქრობ ზოგადად, როდესაც ესეთ თქვათ მოსაზრებებს ვისმენთ, რომ აი ჩვენ ყველა მხარი დაუჭირეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თქვათ ეკლესიის წარმომადგენლის მხრიდან, როდესაც გესმის ესეთი რამ როგორ შეფასებას აძლევ ამას? და მიგაჩნია თუ არა ზოგადად, რომ ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებაში, ბიძინა ივანიშვილი მართლაც დავალებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან. მე ძალიან ბევრი კომპეტენტური წყარო არსებობს ამის დასადასტურებლად, რომ კი ამ ხელისუფლების ესე იგი გამარჯვებაში წვლილი მიუძღვის ეკლესიას. ნუ ეხა ეს ამბიონიდან პოლიტიკური ქადაგებებით ხდებოდა თუ სხვა მეთოდებით, მე ვერ გეტყვით, არ ვარ კომპეტენტური. როგორც ქრისტიანისთვის მიუღებელი არის ჩემთვის ამბიონის პოლიტიკური ქადაგებებისათვის გამოყენება, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხარო შემთხვევები გვაქვს, როდესაც რელიგიური და ეროვნული შუღლის გაღვივება ხდება ამბიონიდან. სამწუხაროდ მე ბევრი ქადაგება მომისმენია, მისაწვდომია ინტერნეტში, სადაც აბსოლუტურად შოქში ჩამგდები ანტიკონსტიტუციური მოწოდებების მოსმენაც კი შეგიძლიათ. პატრიარქისგან მსგავსი ფრაზა. სხვათა შორის მისგან უშუალოდ არ მომისმენია, თუმცა სააღდგომო და საშობაო ეპისტოლეებში სამწუხაროდ ბევრჯერ მომისმენია ისეთი რამ, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა უნივერსალურ ღირებულებებს და საქართველოს კონსტიტუციას მათ შორის. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ სუროგაცია დაშვებულია? არ წერია, მაგრამ არც იკრძალება საქართველოს კონსტიტუციით ეს ამამაო, ასე რომ თუ დამასრულებელებს მადლიერი მამაელისბარ თუ შეიძლება რომ ერთმანეთს საუბარი ვაცადოთ. კანონში შეიტანთ, მე უწმინდესი ხმას არ გამოიძებს. თუ შეიძლება რომ ერთმანეთს გარდა თავის პრევენცია. მამაელი თუ შეიძლება რომ ერთმანეთს ვაცალოთ საუბარი, იქ მე ანუ დავამთავრო, რომ უწმინდესი არ არის არჩეული თანამდებობის პირი საქართველოში. ჩვენ ავირჩიეთ საქართველოს პარლამენტი იმისათვის, რომ საერო კანონმდებლობა მიიღოს. და ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელმაც ეს კანონმდებლობა აღსრულებაში უნდა მოიყვანოს. უწმინდესის აზრს მე პატივს ვცემ, მაგრამ უწმინდესი არ არის კანონმდებელი და აღმასრულებელი ხელისუფლება და არც სასამართლო. ამიტომ მე ვერ გამკითხავს იმისათვის, იმის გაკეთებისათვის რის უფლებასაც კანონი მოწევს. მანდ ეპისტოლეში პრობლემა სხვა რამე იყო, ხო? ეპისტოლეში ბავშვების სტიგმატიზება იყო პრობლემა, ყველაზე დიდი და არა ის, რომ არა ის კიდევ რაღაცა მეთოდი ვთქვათ ეკლესიისთვის მიუღებელია ან ჩანასახის განადგურება. რომ მიწერება ეპისტოლე, უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს. ეპისტოლე არ არის საკანონმდებლო აქტი, ან ხოდია მოსაზრება ერთად. არის ეპისტოლე სამასწავლებლო ქადაგება. ესე იგი, რომ ის და ის ისევე ექვემდებარება, ისევე ექვემდებარება. და ასე არ ჯობია. ისევე ექვემდებარება, ვთქვათ, კრიტიკას, როგორც ნებისმიერი სხვა მოსაზრება. ძალიანაც ტაში დაუკრეს ფოტოშოპში, წინა ხელისუფლებაში, როდესაც არქიდიაკონის შემთხვევით თუ არაშეთქმა გამორჩა ფრაზა სექსუალურ უმცირესობათა შესახებ. კი ბატონო, თამარ დაამთავრეთ. დავასრულებული მრევლს მოუწოდოთ. მამაელისბარ, ჩემი თხოვნაა, რომ ერთმანეთს საუბარი ვაცადოთ. მამაელისბარ, ჩემი თხოვნაა, რომ რაღაცნაირად საქართველოს კათოლიკოსის პატრიარქი არის ისეთივე მოქალაქე, როგორც არის ბიძინა ივანიშვილი და როგორც ჩვენ ყველა ადამიანი არის თანასწორი და თუ კი კონკრეტული ადამიანის ძალაუფლება არის მაღალი და მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალი არის, მისი გავლენა საზოგადოებაში არის მაღალი და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კათოლიკოს პატრიარქი არის ყველაზე გავლენიანი ადამიანი ამ ქვეყანაში, მისი პასუხისმგებლობაც არის მაღალი. კრიტიკის უფლება აქვს ყველას. გაკრიტიკება ყველასი და ყველაფრის შეიძლება. ყველა რელიგია არის თანასწორი, ყველა ადამიანი არის თანასწორი. კრიტიკის აკრძალვა არ არის სახიფათო არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქე აგნოსტიკოსებისა და ათეისტებისთვის, რომლებსაც ასევე იცავს კონსტიტუცია, არამედ ქრისტიანი უმრავლესობისთვისაც. იმიტომ რომ სადაც კრიტიციზმი და სადაც კრიტიკა და სადაც ღია დებატები იკრძალება, იქ აიკრძალება სხვა უფლებებიც. და მინდა გამოვეხმაურო იმ თეზისს, რომ თავისუფლება იზღუდება, ესე როა. მინდა გამოვეხმაურო იმას, რომ ქრისტიანობა არ უპირისპირდება ადამიანის უფლებებს. რა თქმა უნდა, ქრისტიანობა არ უპირისპირდება ადამიანის უფლებებს. ადამიანის უფლებები ქრისტიანობაზე დგას ადამიანის უფლებების. რა თქმა უნდა, დგას ადამიანის უფლებების თეორია საერთოდ დგას ქრისტიანობაზე, როგორც სოფხედველობაზე, მაგრამ არც ყურანი არ არის ადამიანის
ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო, მაგრამ ყურანით გამართლებული ძალადობის მაგალითები ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი და ეხლა მინდა სულ ბოლოს მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო და ამით კარგად დაგანახოთ საფრთხე, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ არ ვაჭარბებ. მაგალითად 1994 წელს მოხდა ასეთი შემთხვევა სუდანში, სადაც გაეროს სპეციალური მომხსენებელი იყო დანიშნული, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კვლევა უნდა გაეკეთებინა. ამ ადამიანმა დაწერა ასეთი რაღაცა, რომ შარიათის, ესე იგი კანონზე დაყრდნობით, მათ ჰქონდათ ესეთი სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა, რომ ადამიანებისთვის კიდურები მოეკვეთათ, შეიძლებოდა, რომ სიკვდილით დაესაჯათ, თუ ეს ადამიანები უღალატებდნენ თავიანთ მეუღლეებს, იქურდებდნენ და ასაკი ამ სასჯელის შეფარდებისა იყო 7 წელი, ანუ 7 წლის ზევით ყველას დასჯა შეეძლოთ. სუდანში ახლაც ასეთი მკაცრი კანონმდებლობა არის, მაგრამ ამ ადამიანმა დაწერა ესეთი რაღაცა, რომ არ მაინტერესებს რითი არის შთაგონებული ეს სისხლის სამართლის კოდექსიო და იგულისხმებოდა რა თქმა უნდა აქ შარიათი. მთავარი ის არის ეწინააღმდეგება თუ არა ეს ადამიანის უფლებებსა და რა გააკეთა გაეროში სუდანის დელეგაციამ, თქვა რომ ეს არის მკრეხელობა, თქვა რომ ეს არის ისლამის საწინააღმდეგო განცხადება, ამ ადამიანს აუკრძალეს სუდანში ჩასვლა და ახლა უტრირებას ახდენ, იმიტომ რომ ალბათ ნათელყო გნებავთ დაარქვით ამას უტრირება, მაგრამ კრიტიკის აკრძალვა ნიშნავს იმას, რომ ხვალ მეც ამიკრძალავენ იმის თქმას, რომ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, გესმით? და მე არ მინდა ყველას გაუგია სუდანი, ყველას გაუგია გენოციდი და დარფური ბოლოს და მე არ მინდა რომ ღმერთმა დაგვიფაროს ეს მოხდეს საქართველოში ამასთან მიახლოებული საშინელებაც კი, მაგრამ არ შეიძლება თვითონ რელიგიაში არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, მაგრამ რელიგიით მოტივირებული მოქმედებები შეიძლება იყოს აბსოლუტურად საწინააღმდეგო ადამიანის უფლებებს. ახლა აღნიშნეთ საუბრის დასაწყისში ერთი წუთით თეორიულ საშიშროებებზე ვსაუბრობ, მამაო, რა თქმა უნდა. 17 მაისს მე დავინახე ამის საშიშროება. თუმცა ხელების მოჭრას და ფეხების მოჭრის თეორიულ საშიშროებას რომ ხედავთ, ესე იგი თქვენ სახარებაში კითხულობთ. ამას ან რომელი არა, მოქმედებებს საუბრობთ. სახარების სამკითხველებს გულისხმობ და არა სახარებას საკუთრებ. თეორიული არ არის, მაშინ პრაქტიკაა. თეორია არის სახელმწიფო. სახარება არ უკარნახობ ჩვენ ძალადობას, მაგრამ სახარებით გამართლებული ძალადობა რამდენიც გინდათ იმდენი არ არსებობს სახარებისგან გამართლებული ძალადობა. სახარებით გამართლებული ადამიანები რომ ამართლებენ ამას ქრისტიანობით. კი, ეს მაჩვენეთ, რომელიმე ან გაჩვენებთ 17 მაისის კადრებს გაჩვენებთ, შემიძლია გაჩვენებთ 17 მაისის კადრებს, სახარებით ამართლებდნენ ქალბატონი თამარი, გამართლებდნენ, სახარებით ამართლებდნენ თავგატეხილ ადამიანებს, ავტობუსზე დაჯაჯგურებული. სამარხალ კი, ქრისტიანობის დაცვის ამართლებდნენ, მე ვნახე მამა იაკობის გამოსვლები ამის შემდეგ. სამწუხაროა რომ გაჩნდა მაშინ, იმიტომ რომ დაახლოებით მსგავსი ვნახე მე ხო? კი ბატონო, სამწუხაროა, კი ბატონო, და თამართან თქვით, ბოდიში. თქვენ წერან ორჯერ გაუსვით ხაზი, ჯერ გაუსვით ხაზი, რომ პატრიარქი რაღაცა ვალდებულია რაღაცის წინაშე და ახლა პასუხისმგებლობა მისი კანონის წინაშე. სადმე შეამჩნიეთ უწმინდეს კანონის დარღვევა? უწმინდეს კანონი არ დაურღვევია. მაგრამ რატომ უნდა იყოს ის პასუხისმგებელი კანონის წინაშე? პასუხისმგებლობაში იგულისხმება პასუხისმგებელი ყველა ვარ, თუ კი სისხლის დანაშაულს რომელიმე ჩავიდეთ. თუ ჩემი მილიარდიელი ვარ თუ მამა, დიდი პატივისცემით მინდა შეგახსენოთ. კითხვა რა ხარ მისით, პასუხიც უნდა მოისმინოთ. პასუხისმგებელი უწმინდესი პირველ რიგში გახლავთ თავის მრევლის და ეკლესიის წინაშე, რომელსაც ის ზედმიწევნით გადასტარებად კარგად ასრულებს. ვალდებული უფლის წინაშე გახლავთ. ნუაურებთ ამ ორცნებას. და თანასწორი ყველასთან ერთად კანონის წინაშე. კი ბატონო. ან ვერ ვასრულებ. და თანასწორი ყველასთან ერთად კანონის წინაშე. ბატონგელა თქვენთან მაქვს ერთი შეკითხვა. კი, ცხადია, კანონზე ვსაუბრობთ აქ მხოლოდ. სიტყვის თავისუფლებასაც კანონი, სიტყვის თავისუფლებასაც ბატონო. დამამელი ქრისტიანობა. მამაელის ბარ, სიტყვის თავისუფლებასაც კანონი არეგულირებს, მე ზუსტად ამაზე ვსაუბრობ. ბატონგელა, თქვენთან მექნება შეკითხვა, აი გავიხსენოთ ესეთი მაგალითი თურქმენბაში ხო, რომელმაც დაწერა თავისი რელიგია რუხნამი. იგივე გავიხსენოთ კიდევ უფრო კარგი მაგალითი ამ შემთხვევაში კადაფი, გენერალი კადაფი, რომელსაც ვთქვათ კოლონელ, რომელსაც არც კი ეჭირა, ვთქვათ თანამდებობ მიახლოებული იყო იმასთან, რა პოზიციაც ეხა ბიძნეევანიშვილს უჭირავს, იმიტომ რომ ფაქტია რომ ის არის ვთქვათ საერო სფეროში ყველაზე გავლენიანი ადამიანი, ამას მგონი ვერავინ ვერ
უარყოფთ, თქვათ იქ ღარიბაშვილი აღარ იქნება იმ მომენტში, რა მომენტშიც მას მოუნდება და თქვათ მთელი მთავრობა SS-ია და ჩვენ გვახსოვს მწვანე წიგნი, რომელიც კადაფიმ შექმნა, ფაქტობრივად თავისი რელიგია შექმნა და იგივე რუხნამე, რომელიც თურქმენბაშმა შესთავაზა, ამას თქვათ ხომ არ დაინახეთ გარკვეულწილად, ვიდრე მე გამიჩნდა ამისი ასოციაცია, როდესაც თქვათ აი იგივე თეოდორე გიგნაძის ისიც მოვისმინე, რომ ის ეკლესიაზე მაღლა აყენებს თავს. გამიჩნდა გარკვეულწილად ამისის, თუმცა ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა საინტერესო იქნება ამისი ანალიზით. ხომ არ გონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილს შეიძლება მოუნდეს საკუთარი რელიგიის შექმნა, მით უმეტეს, რომ მას აქვს ეს რაღაცა მიდრეკილება, რომ მან უნდა აღზარდოს საზოგადოება, შეიყვანოს ანალიზში, რაღაცა თქვათ. მე ხლა შემიძლია სერიოზულად ამოვქვა შეკითხვა და არსებობს უფლება აქვს მე მგონი შეკითხვას, არა? ყველა შეკითხვას აქვს არსებობის უფლება. უბრალოდ თამარმა რაც თქვა ის ძალიან ზედმეტად გამუქებულად მემაჩნია იქ დარფური, სუდანი და რაღაცა მე მესმის რომ შეიძლება ეს სპეციალურადაც გაამუქო რომ აი რაღაცა დაანახო აი თუნდაც იგივე შედარებები კადაფი თუ ვიღაც მაგრამ ისიც ფაქტია რომ რელიგიის სახელით თუნდაც მართლა საერთოდ ქრისტიანული რელიგიის სახელით მოხდა ჯვაროსნული ლაშქრობები სადაც ძალიან ბევრი საშინელებები იქნა ჩადენილი ქრისტეს სახელით ასევე ალლაჰ აკბარს რო იძახიან და იქ ადამიანებს ხოცავენ ისიც ხო, თორე ორივე რელიგია ახლა მენაკლებად ვიცნობ მაჰმადიანობას, მაგრამ ის გამიგია მაინც რომ ის არ ქადაგებს ძალადობას, ისევე როგორც ქრისტიანობა მხოლოდ სიკეთეს ქადაგებს. მაგრამ მათი სახელით, რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს ესეთი საშინელებები და ჩვენ ამას ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ მე მაგალითად ამ საფრთხეს მით უმეტეს იმ საფრთხეს რომ რაღაცა ბიძინა ივანიშვილმა რაღაცა რელიგია შექმნა. თავისი რაღაცა პატარა მწვანე წიგნი რომ გააკეთოს ან რაღაცას გასინ არ გონიათ რომ შეიძლება ეს მე მგონი საკეთებს ანტარქტიდიდან ჩამოყავს ცხოვრება. აი ესე რომ მე მაინც ვფიქრობ რომ ის ყველაზე დიდი პლუსი რაც აქვს ბიძინა ივანიშვილს მე ყოველ შემთხვევაში მისი გამოსვლებიდან ვშელო კიდე ერთხელ ურთიერთობა მქონია ის არის გულწრფელი ასკარად გულწრფელია თავის შეცდომებშიც თავის მიუღებლობაშიც რაღაცის ის მას ჯერა რასაც თუმცა მან აი თუ იგივე აი გულწრფელობაზე რომ საუბრობთ მე უმახსენდება ხოლმე როგორ ესე ძალიან კარგად ესე ვთქვათ შერჩა მას ის ტყუილი რომელიც ვთქვათ აღიარა რომ მან რომ აი თქვა იგივე რაღაც წერილებს რო იწერებოდა ხო გახსოვთ პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით როცა ამბობდა რომ აი უტას უნდა პოლიტიკაში შემოსვლა თორე სხვა შემთხვევაში ის თქვა გასაფრენად მზად იყო და რომ არა უტას სურვილი და ამით უტა გადარხო გახსოვთ აი ამას რა ბარ მე თქვა აი Forbes-თან მიცემულ ინტერვიუში რუსულ გამოცემას Forbes-ის რუსულ გამოცემას მისცა მან თქვა რომ მე ეს ყველაფერი ძალიან კარგად მოვიტყუეო და თანო იქ ისე ვიტყუებოდითო რომ იქ ჩემი ცოლიო რეკავდა ხოლმე სპეციალურად იმიტომ რომ ხო ვიცოდითო რომ გვისმენდნენ ანუ იტყუებოდა ეს კაცი და არც ისე გულწრფელი არ არის ხო როგორც დასაღებს თავს და როგორც ჩვენ სწორედ ეს არის რომ მან ეს ყველაფერი გულწრფელი რომ აღიარა რომ მოიტყუა არა ეს თქვა ის ტოტალურად მან თქვა რომ ტოტალური მეთვალყურეობა იყო ნებისმიერ და მით უმეტეს მასზე მის მსგავს ფიგურებზე და ყოველი სიტყვაც კი სახში ჩურჩული თუ ლაპარაკობდით და ახლა ბუნებრივია თუ ის აპირებდა პოლიტიკაში შემოსვლას ყოველ შემთხვევაში რაღაც ეტაპზე დააპირა მან უკვე ამის შეფუთვა გადაწყვიტა და ახლა გულწრფელობა დებილობას კი არ ნიშნავს ადამიანი რომ იმდენად ის იყოს გულუბრყვილო რომ ვერ გძნობ არ შეეძლოს რაღაცის დამალვა რაც დასამალია გულწრფელობა ეს საჯარო პოლიტიკაში გულწრფელობა თუმცა თამართან მექნება კითხვა ეხა დიდი მადლობა ჩვენ ვსაუბრობდით პატრიარქის რაღაცა თანასწორობაზე კანონთან სხვა ადამიანებთან ერთად და კონკორდატი რაღაც განსაკუთრებულ მდგომარეობაში მას არ აყენებს რაღაც ხელშეუვალია მე მგონი ხო ანუ ჩვენ შეიძლება აი ხო მაგრამ ეს კრიტიკისგან იმუნიტეტს ნამდვილად არ ნიშნავს ცხადია კანონის განსაკუთრებით ახლა შეიძლება 1-2 სასულიერო პირი გამოვიდა და თქვა თვითონ პატრიარქს არ უთქვამს რომ იმუნიტეტი უნდა ახსნით ამას რომ არაფერი არ თქვა იმის რომ მე ვფიქრობ ის ნორმალურად მეიჩნევს ის რომ პატრიარქიც ადამიანია რო თქვა ბიძინა ივანიშვილი რა უნდა ეთქვა არა მე ღმერთი ვარ რომ ადამიანია პატრიარქი რომ ეთქვა იგივე თქვენი აზრით პატრიარქს იგივე რეაქცია ექნებოდა თურმეობით კილო არ უყვარს ისტორიას აი სწორედ ახლა და მილიონჯერ ქონდა იგივე რეაქცია რამდენი კრიტიკული შენიშვნა რამდენჯერ მუშტის რწმევა მაგიდაზე გინდა თქვენი მეუღლიდან ნებავთ ბოდიში ჭორებს ნოავრცელებთ რა არის შეიძლება სასულიერო პირი ხარ ჭორებს მე ძალიან კარგად მახსოვს იმ შეხვედრიდან მოსული ჩემი ქმარი წმინდა ნინოს ხატი რომელიც პატრიარქმა ჩემთან გამოატანა ასევე ჯვარი რომელიც მანაჩუქა მუშტებს ვინც ურტყავს არა
ერთხელ არის არა ერთხელ არის შენახოთ რამე ჭორებს ნორსალოდ პასუხისმგებლობით ისაუბრეთ თუ შეიძლება ჭორებს ნორსალოდ კი ბატონო გულავადან და არა ხო აი ესეც შეიძლება ისეთივე ჭორი იყოს ესეც შეიძლება ისეთივე ჭორი იყოს როგორც ბოკერიაზე ჭორი ასე რომ თქვენ დიახ თუ შეიძლება პასუხისმგებლობით მოეკიდეთ საკუთარ სიტყვას სასულიერო პირი ბრძანა კი ბატონო არა არ მეწყინება ამ შემთხვევაში აშკარად ყვილს როდესაც ამბობთ მე ვალდებული ვარ მიგითითოთ კი ბატონო ქალბატონო თამარ გამორიცხავთ თუ არა იმას რომ ბიძინა ივანიშვილს სურდეს თქვათ რაღაცა გადაწყვეტა საკუთარი რელიგია შემოხსავდა დიახ გავიგეთ კი ბატონო ამ კითხვას დიახ მე მოლაპარაკებ მე არ ვარ ნაციონალიზმი ალბათ აი აბსურდულიც იქნებოდა და ტრაგიკულიც, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია რომ ჩვენ ყოლოდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამას სერიოზულად იფიქრებდა. ნუ მე ყოველ შემთხვევაში რა კითხოთ დამისით საკუთარი რელიგიის დაფუძნება. რა თქმა უნდა, სერიოზულად არ ვიღებ ამ კითხვას. მე ვფიქრობ, რომ მან ძალიან გამბედავი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ეს თქვა, ნუ რაღაც არ მოეწონა გარკვეული ნაბიჯები და ის გააკრიტიკა, მას ჰქონდა ამისი უფლება და ყველა ის ადამიანი, რომელსაც დაუშვათ უფრო დიდი რისკი გვაქვს ჩვენ საზრს რომ გამოვთქვამს, მადლიერების უნდა ვიყოთ, რომ თავის თავზე აიღო ეს პასუხისმგებლობა. სრულიად გულწრფელად ვამბობ ამას. რაც შეეხება იმას, რა განზრახვები აქვს აქ, რა განზრახვები ქონდა სინამდვილეში არის თუ არა ეს ძალაუფლების თამაში და ასე შემდეგ, არ ვიცი, ალბათ არის, მაგრამ ჩემი ინტერესი ამ შემთხვევაში მართლა ის არის, რომ ეს ქვეყანა დარჩეს, მისი სტატუსი იყოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მან დაიცვას კონსტიტუცია, ისე როგორც ეს უნდოდა 1921 წელს ჩვენს წინაპრებს. დღეს სხვადასხვა ზუსტად საქართველოს მოქმედება პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა ის, რომ 21 წელს ჩვენმა წინაპრებმა რა კონსტიტუციაც დაწერეს და როგორც გაითვალისწინეს ადამიანის უფლებები, ეს იყო სანიმუშო და მე მინდა რომ ჩვენ თუ არ გავიზრდებით და თუ არ განვითარდებით უფრო მეტად ვიდრე ახლა ვართ 21 წლის სტანდარტებს მაინც დაუბრუნდეთ. შეიძლება დაგესახმოთ რომ როდესაც აი გადახედავთ იგივე პოლიტიკურ კონსტიტუციას, იგივე სასულიერო ელიტას, იგივე იმას რომ სტალინმა რომელიც გაჟილიტა ხო, რაზეც არის საუბარი. თქვათ კითხულობ ამ ყველაფერს ამ დისკუსიას და არის ზუსტად იმავე ხარისხის და იმავე დონის რაც მსოფლიოში მიმდინარე დისკუსია და ვფიქრობ რომ ერთი თავით მაღლა იდგნენ მაშინდელი სასულიერო ელიტა, სამხედრო ელიტა, პოლიტიკური ელიტა იმაზე რაც ჩვენ დღეს მივიღეთ სტალინური რეპრესიების შედეგად, რომელსაც ხანდახან მღვდელმთავრები და უმაღლესი მღვდელმთავრები მორწმუნეებად მოიხსენებენ. სამწუხაროდ პირველი ნაწილი ამით უნდა დავასრულო. კი ბატონო, მე მინდა ვთქვა რომ 21 წლის კონსტიტუციაში რა ეწერა, ეს მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი არის და ამიტომ მინდა ვთქვა რომ 21 წლის კონსტიტუცია მიჯნავდა სახელმწიფოს და რელიგიას მამაო და 21 წლის კონსტიტუცია ამბობდა იმას რომ სარწმუნოებრივი ხასიათის სოციალისტები გახდნენ. საკითხებს არ უნდა გქონდეთ ადამიანის უფლებებზე გავლენაო. მე მინდა რომ ასეთი პატივისცემა შევინარჩუნოთ კონსტიტუციაში. დიდი მადლობა, უნდა დავასრულო პირველი ბლოკი. მადლობა რომ გვიყურეთ. არ გადართოთ მეორე ბლოკში გენმოდიფიცირებულ საკვებზე ვისაუბრებთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე. მოგეხსენებათ რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს საქართველოს გამოაცხადოს გენმოდიფიცირებული პროდუქტებისგან თავისუფალ ზონად. კანონპროექტი უკვე ინიცირებულია პარლამენტში. წარმოგიდგენთ თეორემას მეორე ნაწილის სტუმრებს. დიდი მადლობა ჩემთან რომ მობრძანდით. ბატონი თენგიზბერიძე, მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონი ლია თოდუა, მომხმარებელი ჯის ხელმძღვანელი, მომხმარებელთა უფლებების დამცველი პორტალია, ხო? სწორად აღწერ. ბატონი გიორგი ახვლედიანი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ბატონი ლევან გახელაძე, ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენელი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოხვედით. ჩემი პირველი შეკითხვა იქნება ბატონ თენგიზბერიძესთან, რა არის გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი? ყველა ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს დნმ-ის მოლეკულებს. მაგალითად ადამიანის ერთ უჯრედში დნმ-ის მოლეკულა გავჩიმოთ არის დაახლოებით 2 მეტრის სიგრძის და მასში განთავსებულია 30,000 გენი თანმიმდევრობით. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მიღება ეს ნიშნავს თქვათ რაღაც გენების ამოჭრას, სხვა ორგანიზმის ჩაკერებას, ეს ტექნოლოგიები დიდი ხანია
დამუშავებულია დაახლოებით 20-30 წელი და შესაბამისად ახალი ორგანიზმების მიღება, შესატყვისად ახალი პროდუქტების მიღება. მე მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში არის 152 მილიარდი სახნავი მიწა, 152 მილიარდი ჰექტარი. და აქედან გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით არის 10% უკვე დათესილი და ეს პროდუქტები ძირითადად 5 ქვეყანაა, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ბრაზილია, არგენტინა, ინდოეთი. რამდენად ახალია ეს მეთოდი ზოგადად? რასაკვირველია, ეს მეთოდი ახალია. პირველად 1996 წელს მიღებული იქნა გენმოდიფიცირებული სოია, რომელიც მას შემდეგ 20 წელია ეს გენმოდიფიცირებული პროდუქტები ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ფართოდ გამოიყენება. არც ერთი შემთხვევა არ არის აღმოჩენილი რაღაც უარყოფითი თვისება გამოემჟღავნებელს რაღაც დაავადებასთან დაკავშირებით. თუმცა განსხვავებული მიდგომა აქვს ევროკავშირს. ერთი იგივე ვთქვათ, აი სანამ ვთქვათ გადაცემას როდესაც ვამზადებდი, მაშინ მოსმენდი ვთქვათ ამერიკელ პროფესორებს, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ, სხვადასხვა უნივერსიტეტებში ლექციებს ვთქვათ ინტერნეტში ვუყურე და არა ვარ ახლა ეს არავისთვის დასამალი არ არის ამ დარგის სპეციალისტი და იქ არის საუბარი იმაზე, რომ თავისთავად გენმოდიფიცირება, მოდიფიცირებული გენი როგორც ესეთი, ისეთივე ძველია, როგორც ზოგადად სოფლის მეურნეობა. იგივე ვთქვათ, აი სიმინდის წინაპარი რო აიღოთ, მისი დღევანდელი სიმინდი, რაც ჩვენ გონია რომ არის ორგანული, მის გენი არის შეცვლილი და მისი წინაპარი სულ სხვაგვარად გამოიყენება, ის რაღაცა ბალახი იყო. ადამიანს მცენარესა და ვთქვათ ცხოველს ერთი წინაპარი ყავდა. ყველაფერი ერთი უჯრედი სიცოცხლე წარმოიშვა დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ, პირველი ცოცხალი უჯრედი და შემდეგ იქიდან განვითარდა დღევანდელი მრავალფეროვანი. კი ბატონო, ქალბატონელია, თქვენთან მექნება შემდეგი შეკითხვა. თქვენი აზრით, ჯერ-ერთ რას ფიქრობთ ამ კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს გამოცხადებას გეგმავს კანონპროექტი გულისხმობს დათესვის საკრძალვას, ანუ წარმოების საკრძალვას. წარმოების საკრძალვას და არა გამოყენების. და თქვათ იმპორტის შემოტანას საკრძალვას, კულტივაციის საკრძალვაზე შესაძლოა არის ლაპარაკი. მე ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს კარგი იქნება, იმიტომ რომ ორგანული სოფლის მეურნეობა პოპულარული ხდება, ელემენტარულად რომ მივუდგეთ პატარა ქვეყანა ვართ, შედარებით სუფთა ქვეყანა ვართ, იმიტომ რომ არ არის დიდი ინდუსტრია ჩვენთან. რატომაც არა, მე მგონი ეს ძალიან მომგებიანი იქნება ელემენტარულად ეკონომიკისთვის. იმიტომ რომ რაღაცა ჩვენი ნიშა გვექნება, რომ ორგანული რამდენად საკმარისი იქნება, ვთქვათ, ეკონომიკის იმოქმედება. ჩვენი სახნავსათესი მიწა, ჩვენი სახნავსათესი მიწა, სასოფლო სამეურნეო მიწა არის 700,000 ჰექტარი სულ, თუ სწორად მახსოვს. ორგანული იმისთვის ცოტა არ არის. მე 700,000-დან მილიონი. ორგანულისთვის ცოტა არ არის ნამდვილად. არა უშავს, გააჩნია რას ვაწარმოებთ. და თუ ეს ცოტა არ არის, მაშინ როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება მსოფლიოში გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოება? იმ რაოდენობისთვის ხდება და CEO-ლისთვის ხდება და CEO-ისთვის ხდება და იმიტომ რომ გაუძლოს იმ პესტიციდებს, იმიტომ რომ ადვილი მოსაყვანი იყოს, იმიტომ რომ ნაკლები მუშახელი სჭირდებოდეს და ასე შემდეგ. თვითონ ტექნოლოგიის ისეთი გენმოდიფიცირებული ლაპარაკი დიდ მასშტაბებზე, ძალიან დიდ ყანებში. ჩვენთან, სადაც პაწაწუნაა ყველაფერი, ორგანული უფრო მომგებიანი იქნება. ანუ ეს რაღაც კონკრეტულ გათვლებს ეყრდნობით, როდესაც ამას ამბობ? ეს ვფიქრობ. გათვლები არა, მაგრამ და ფიქრი ხო საიდანღაც რაღაცას ეყრდნობა, როცა ეს იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს დიდი მასშტაბები იმისი კულტივაციის ელემენტარულად დიდი ყანები არა გვაქვს ძალიან დიდი. ელემენტარულად იმიტომ რომ დანაწევრებულია ქვეყანა, თვითონ ლანდშაფტია ასეთი. ჩვენ ახლა ჩართვაზე გველოდება რესპუბლიკური პარტიიდან გიგ სოფლის მეურნეობაზე ლაპარაკი, მომხმარებელზე ლაპარაკი. გასაგებია, თუმცა შეგვიძლია ხო რომ ვისაუბროთ სოფლის მეურნეობაზე. ჩვენ ახლა ჩაგვერთვება გიგლა აგულაშვილი, აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. ბატონო გიგლა, გამარჯობა, დიდი მადლობა რომ გვერთვებით. გესმით ჩემი? კი, მესმის, გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით სტუმრებს, სტუდიაში და მაყურებლებს. თუ შეიძლება რომ გვითხრათ რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში გენმოდიფიცირებული საკვების
წარმოების, ცოცხალი ორგანიზმების აკრძალვა და თუ იყო ეს ნაკარნახევი რაიმე ვალდებულებებით, რომელიც თქვათ ჩვენ გვაქვს აღებული იგივე თქვათ საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, იქ საუბარია თქვათ კარტახენას რაღაც კონვენცია პაქტზე და ასე შემდეგ. კი ბატონო, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ არსებობს ბიომრავალფეროვნების კონვენცია და ამ კონვენციის შესაბამისად შექმნილი ეს ოქმი, რომელიც თქვენ უკვე ახსენეს, ეგრეთ წოდებული კარტახენას ოქმი, რომელიც განსაზღვრავს, არეგულირებს ზუსტად იმ მოთხოვნებს, რომლებიც უკავშირდება გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. ამ აქტს საქართველოს შეუერთდა 2008 წელს პარლამენტის დადგენილებით, მას შემდეგ იყო რამდენიმეჯერ გადაწეული ვადა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ვერ თუ არ მომზადდა და გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ძირითადი ოპერატორი იყო ეს სამინისტრო, მის ბაზაზე მომზადდა კანონ პროექტი, რომელმაც მაგრამ ერთი კითხვა მაქვს, ბატონო, კარტახენას ოქმი ახსენეთ, ბატონ გიგლა, ბოდიში, ძალიან რო არ გაგვიგრძელდეს საერთაშორისო კონვენციებზე საუბარი, კარტახენას ოქმი ახსენეთ. მე როგორც ვიცი, ვთქვათ, იგივე ვთქვათ, ევროკავშირთან დაახლოების ფარგლებში საუბრობენ ხოლმე ხშირად აი ამ გენმოდიფიცირებული პროდუქციის შეზღუდვების დაწესებაზე. მე როგორც ვიცი, ევროკავშირის მოთხოვნა ამ შემთხვევაში არის, ვთქვათ, კონტროლის გამკაცრება, ვთქვათ, იგივე ვთქვათ, იქ დაფასოებების დროს ამის მითითება რა არის გენმოდიფიცირებული და რა ორგანული, მაგრამ არა აკრძალვა. მართალია თუ არა, ჩემი ინფორმაცია. რა იცით, ორი რამეა, აქ არის ერთი მოყვანა, სიტყვა, რომელსაც კანონის პროექტი ხმარობს ინტროდუცირება, რაც თავისთავად მოყვანას ნიშნავს. და ეს კანონის პროექტი უშვებს მხოლოდ ამ ტიპის ცოცხალი ორგანიზმების მოყვანას მხოლოდ სამეცნიერო მიზნებით დახურულ სივრცეში, საკეთილ სივრცეში, სამეცნიერო კვლევითი მიზნებით, ხოლო მოყვანას ის გრძალავს და მეორეა უკვე პროდუქტი, რომელიც გამოიყენება საკვებად. თუ ან არის თვითონ ასეთი, მაგალითად კარტოფილის ბოლქვი შეიძლება იყოს გენმოდიფიცირებული საკვებად გამოსაყენებელი, ან არის რომელიმე ინგრედიენტი ევროპის ნორმას მათ შორის არის 0.9%, 0.9%-ზე ზევით თუ არის შემცველობა რომელიმე პროდუქტში, რომელიმე ინგრედიენტი, ამ მთლიანი შემცველობა თუ არის, ამ შემთხვევაში აუცილებელი არის მითითება აღნიშნა. კი ბატონო, ანუ პირდაპირ კითხვაზე პასუხი გამცეთ. ევროკავშირის მოთხოვნა ამ წარმოების აკრძალვა არ არის, ხო? მარკირება. მარკირება არის მხოლოდ, ანუ თქვენ უფრო შორს მიდიხართ და კრძალავთ. აი ხლა მაშინ მითხარით, რა მდგომარეობაში აგდებს ეს? უკაცრავად აქ ლაპარაკია იმაზე, რომ კარტახენას ოქმი განსაზღვრავს რა პოლიტიკა უნდა აერჩიონ ქვეყნებმა და ის არ არის ამ შემთხვევაში საკმაო მოქნილობას აძლევს თვითონ. კი ბატონო, ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს რა მდგომარეობაში ვარდება ქართველი ფერმერი, რომელიც თქვათ იგივე თქვენ ამბობთ, რომ იმპორტი არ აიკრძალება, ანუ ადამიანებს მოხმარება ამისი არ აიკრძალებათ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უმიზეზოდ არ ხდება გენმოდიფიცირებული პროდუქტის წარმოება, ეს უფრო იაფია, უფრო რეზისტენტულია იგივე თქვათ გარემო პირობების მიმართ და ადგილობრივ გლეხს ვაიძულებთ, რომ მოიყვანოს ძვირი ორგანული პროდუქცია, რომელიც ძვირი უჯდება და ამ დროს შემოდის იაფი იმპორტი, რომელიც ადგილობრივ ფერმერს ძალიან არ ფიქრობთ, რომ ძალიან დაიჩაგრებიან ადგილობრივ ერთი წუთით ჩართვის დროს. არა, უკაცრავად არ ფიქრობ ასე და გეტყვით რატომ არ ფიქრობ, იმიტომ რომ ორი რამე უპირისპირდება აქ. ერთის მხრივ ეს არის ბიომრავალფეროვნება, შესაბამისი ბალანსი, რომელიც არსებობს ბუნებაში და მეორეს მხრივ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამრავლება და საფრთხე აქ არის უზარმაზარი და უკავშირდება იმ გარემოებას, რომ ბიომრავალფეროვნების შემთხვევაში გარკვეული რისკების დროს შეიძლება გადარჩეს ბიომრავალფეროვნებიდან რომელიმე ან რამდენიმე სახეობა, ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქტების წარმოების დროს საფრთხე შესაძლებელია მთლიანად გაანადგუროს ასეთი ორგანიზმები. რითი დასტურდება, რა კვლევით დასტურდება ეს, რომ ბიომრავალფეროვნება შეიძლება მთლიანად გაანადგუროს იმ შემთხვევაში, თუ კონტროლს დაქვემდებარებული გენმოდიფიცირებული წარმოება გვექნება. აი მე კვლევას ეხება. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს კონტროლს დაქვემდებარებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოყვანა? თვითონ ეს პროცესი არის, პირობითად ეძახიან ასევე სინჯარის წარმოება, თვითონ ეს პროცესი კონტროლირებადი არის X
როდესაც ხდება ჩარევა უშუალოდ იმ პროცესში, ხოლო ბუნებაში როგორ განვითარდება ეს პროცესები, ამისი კონტროლის მექანიზმი ფაქტობრივად არ არსებობს. ამისი მაგალითები იყო, მაგალითად პირველი პროდუქტი, რომელიც 1994 წელს შეიქმნა პამიდორი და 3 წლის შემდეგ ის ამოღებული იქნა წარმოებიდან. დღევანდელ ცხოვრებაში ყველაზე მეტი პროდუქტი, რომელიც იწარმოება. ბატონო, სად შეიქმნა და საიდან იქნა ამოღებული? ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყეს მისი მოყვანა და 3 წლის შემდეგ შეჩერდა ამ ამერიკის შეერთებულ შტატებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, საკვები პროდუქციის 60-70%-ზე მეტი შეიცავს გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტს. ვთქვათ, განსხვავებით ევროკავშირისგან, თუმცა კულტივირება არც ევროკავშირში არ არის აკრძალული, ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო მიწების 1% სწორედ გენმოდიფიცირებული პროდუქციისთვის კულტივირება ხდება იქ. თუ შეგიძლიათ მითხრათ, ჩვენ ვთქვათ, ვართ ყოველ შემთხვევაში იმედი გვაქვს, რომ ამერიკასთან მოვაწერთ თავისუფალი სავაჭრო, შევალთ თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებში, ისევე როგორც ევროკავშირში. ხომ არ შექმნის ეს გარკვეულ წინა პრობლემებს თავისუფალი ვაჭრობის კუთხით ამერიკასთან. მით უმეტეს თუ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ გვავალდებულებს იგივე მსგავს აკრძალვას. რატო უნდა შექმნას ეს თქვენი ვარაუდი იგივე ახან ევროპას ახსენეთ ევროპასა და ამერიკასთან მიმართებაში შეიძლება ასე გავიგოთ რომ ევროპა თქვენ მეც აკეთებთ ხო თქვენ წარმოებაში პრობლემები აქვს ევროპაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ 0.9%-ზე მეტი თუ შემცველობა რომელიმე ტიპის ინგრედიენტის და ეს თუ არის გენმოდიფიცირებული მოითხოვს მარკირებას ასე რომ ამ ტიპის მოთხოვნით რაიმე პრობლემა შეექმნა ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ და ერთი რაც მინდა გითხრათ იცით ბიოპროდუქტების წარმოება შეიძლება ის იყოს ერთი მხრივ ნიშა მაგრამ თავის მხრივ ეს არ გულისხმობს იმასაც რომ ჩვეულებრივი ქიმიური წარმოებითაც არ იყვნენ დაკავებული ქართველი ფერმერები ერთი რამ მინდა გითხრათ რომ მაგალითად ნორმა პესტიციდების გამოყენების ნორმა გენმოდიფიცირებულ მცენარეებით დაფარულ მინდვრებში 3-ჯერ მეტია ვიდრე ჩვეულებრივი ქიმიური წარმოების დროს. ანუ რახან მცენარე გენმოდიფიცირებული მცენარე უძლებს ასეთი ტიპის პესტიციდებს, მისი გამოყენების ნორმა ერთ-ერთი სერიოზული მნიშვნელოვანი ფირმის მოთხოვნის შედეგად გაზიარებული იქნა და 3-ჯერ გაიზარდა. შესაბამისად, ისევ ქართველ გლეხს მინდა დაუბრუნდე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საინტერესო არის ქართველი გლეხი რას მიიღებს ხო ამ კანონით. ბატონ გიგლა, დამეთანხმებით ალბათ რომ ქართველი პარლამენტარის საქართველოს პარლამენტის წევრის ყველაზე ანუ მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ამ შემთხვევაში უნდა იყოს მით უმეტეს აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის უნდა იყოს აგრარულ სექტორში დასაქმებული ადამიანი ამით რას მიიღებს ხომ ამ საკანონმდებლო ცვლილებით ჩვენ წლების განმავლობაში მუდმივად გვესმოდა რომ აი იაფი თურქული პამიდორმა ჩაძირა ადგილობრივი მეურნეობა იაფი პროდუქცია შემოდის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეს ძირავს ადგილობრივ მეურნეობას თქვენ როდესაც იაფი პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას უსპობთ იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს მოსახლეობის საქართველოს GDP სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი სულ მოსახლეზე არის მხოლოდ $600 PPP თქვათ რეალურ რიცხვებში რო ვთქვათ ხო და არა ნომინალში. იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს მოსახლეობის მსყიდველობით უნარიანობა არის ძალიან დაბალი ჯერ კიდევ სამწუხაროდ. რატომ იყიდის ვთქვათ იგივე მომხმარებელი ქართველი გლეხის მიერ წარმოებულ ძვირ პროდუქციას და რატომ არ არჩევს ის იაფ პროდუქციას? რა მდგომარეობაში აგდებს ეს კონკრეტული კანონ პროექტი ქართულ გლეხს? ეს კანონპროექტი უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ქართველ გლეხს, დარწმუნებით შემიძლია ეს გითხრათ, რადგან ქართველი გლეხის მიერ წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის რეალიზაცია ნებისმიერ ბაზარზე გაცილებით ადვილია, ვიდრე იმ ტიპის პროდუქციაში კონკურენციაში შესვლა, თუნდაც რომელიც რომელიმე ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, თუნდაც თქვენს მიერ ნახსენებ თურქეთში შეიძლება იყოს. ანუ გამოდის რომ ქართველი გლეხის მიერ წარმოებული კარგი ხარისხის პროდუქცია უნდა გავიდეს უცხოეთის ბაზარზე და ქართველმა მომხმარებელმა ჭამოს გენმოდიფიცირებული იაფი პროდუქცია, მაგას ამბობთ? თქვენ წინა იმას ვუყურებდი, უსმენდი და ძალიან კარგი წესი გქონდათ, როდესაც აცდიდით ხოლმე თქვენს რესპონდენტებს საუბარს და ეუბნებოდით, აჩერებდით კიდეც. და ეხლა თქვენ ინცეხ სწრაფად მეკითხებით, ან სმენადობა ცუდია, მე ვერ ვასწრებ თქვენთვის პასუხის გაცემას. ბოდიში, გავიმეორებ მაშინ შეკითხვას. გავიმეორებ შეკითხვას, ბატონ გიგლა.
კი ბატონო, კი ბატონო. თუ შეგიძლიათ მითხრათ მაშინ მომხმარებელს რა მდგომარეობაში ვაგდებთ? თქვენ ამბობთ, რომ ქართველი გლეხის მიერ წარმოებული ძვირი პროდუქცია უფრო მოთხოვნადი იქნება ისეთ ბაზრებზე, სადაც ის ძვირად გაიყიდება და შესაბამისად ქართველი გლეხი ამით მოიგებს. მაგრამ მაშინ რა გამოდის? ქართველ მომხმარებელს მსყიდველობითი უნარიანობა მაღალი არ აქვს. გამოდის, რომ ქართველმა გლეხმა ეს უნდა გაიტანოს იქ, სადაც მის ყიდვას შეძლებენ და ქართველმა მომხმარებელმა ჭამოს ისევ იაფფასიანი თურქული პროდუქცია. ანუ ეს გამოდის, ხო? იაფფასიანი გენმოდიფიცირებული ბოდიში, რატო ვიცი? კითხვა დაამთავრდა? კი. კარგი, მაშინ ახლა მაცადეთ რომ გაგცეთ პასუხი. ცხადი. ხო, ჯერ ერთი ქართულ ბაზარზე, ქართულ პროდუქციას აქვს უპირატესობა და ორგანოლეპტიკური თვისებებით ის ყოველთვის ჯობს, თუნდაც რახანის ახსენებთ, ერთგვარი არ მინდა ვილაპარაკო, კარგი, თურქულ პროდუქციას მაგალითად თუნდაც. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ქართული პროდუქციაც ასევე საჭიროებს ხარისხში გაუმჯობესებას, რადგან ქართველი ფერმერებიც ჭარბად ხმარობენ მათ შორის პესტიციდებს, მათ შორის ნიტრატებს და ცალკეული პარამეტრებით შემოწმებისას ქართულ პროდუქტში ნიტრატის შემცველობა ხშირად არის ძალიან მაღალი, ვიდრე იგივე თურქულ პროდუქტში. ამიტომ ჩვენი სტრატეგია არის, რომ გავეჯიბროთ თურქეთს არა დაბალხარისხიანი პროდუქციის წარმოებაში, არამედ მივიღოთ მაღალხარისხიანი პროდუქცია და ამავე დროს შრომის რენტაბილობის ამაღრებით ფასი არ იყოს კატასტროფული. მე უბრალოდ გეუბნებოდით იმას, როგორ უნდა მიაღწიოთ იმას, რომ ფასი არ იყოს? ფასები უნდა დაარეგულიროთ. რენტაბილობის ამაღლებით ელემენტარულად ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნით ჩვენ რა პრობლემა გვაქვს ხშირად გვაქვს სეზონური ჭარბწარმოების პრობლემა. ეხლა მაგალითად კომბოსტო ღირს კილოგრამი 15 ლარი, ხო? 15 თეთრი უკაცრავად. ხო, მაგრამ სეზონი მოვა, როდესაც ის არ იქნება, იმიტომ რომ მას კიდე ვინახავთ მეტნაკლებად, მაგრამ სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება მოგცემს საშუალებას, ასევე გრძელმადიანი მიწოდება უზრუნველყოთ ადგილობრივ ბაზარზე, ადგილობრივი პროდუქტებით გავაჯეროთ და ჩავანაცვლოთ ყოველ შემთხვევაში დღეს 70-80% იმპორტირებული პროდუქტები. ეს თქვენ უნდა გააჯეროთ, ბატონო გიგლა, ანუ სახელმწიფო აჯერებს ამას ყველაფერს თუ რაღაცა კერძო ინიციატივით მოხდება ეს ყველაფერი თავის? არა, უკაცრავად. როდესაც პოლიტიკაა მიმართული იქით, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს, ეს არის ბუნებრივი თანამდებობის შედეგი. ეს არის პოლიტიკის შედეგი. 10 წელიწადი მინიმუმ და ცოტა უფრო მეტიც ამ ქვეყანაში მიძინებული იყო ეს დარგი და ეხლა აქტივობები მე მგონია ჩანს უკვე თუნდაც მარტო მაგალითი იმისა, რომ საფინანსო სექტორმა, კომერციულმა ბანკებმა 260 მილიონი ლარი გამოყვეს 10 თვეში სოფლის მეურნეობისათვის, ეს მიუნიშნებს დინამიკაზე, მიუნიშნებს სადაზღვევო ბაზრის დაინტერესებაზე, სალიზინგო ბაზრის დაინტერესებაზე, უცხოელთა დაინტერესებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის პოლიტიკის შედეგი და არა ის, რომ სახელმწიფო აჯერებს თვითონ. კი ბატონო, წარმატებებს გისურვებთ ქართველ გლეხებს და თქვენს, ბატონო გიგლა, დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმარი იყავით. ამ ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულებთ თქვენთან საუბარს და სტუმრებს დავუბრუნდები. კარგით? არსებობს თქვა გინდოდათ რამის? თქვა გინდოდათ რამის? თუ რამის დამატება გსურთ, დამატეთ. კი, ერთი რამის დამატება მინდოდა, რომ ქვეყნები არის ასეთი მაგალითები, რომლებმაც უარი თქვეს მოყვანაზე და იქ არის ძალიან კარგი მაგალითი, მას შემდეგ პირველ წლებში შემცირდა თითქოს წარმოება, მაგრამ შემდგომში როგორ გაიზარდა წარმოება ხარისხის თვალსაზრისით და რაოდენობის თვალსაზრისით. შეგიძლიათ რომ ეს ქვეყნები დამისახელოთ? ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, მაგალითად ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა არის კუბა. სადაც სოფლის მეურნეობა ზუსტად ამ გზით წავიდა და კარგ შედეგებს მიაღწია. რაოდენ პარადოქსული წარმოება. კი ბატონო, კუბის მაგალითით ვიხემძღვანელოთ. კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონ გიგლა, დიდი მადლობა რომ ჩემი სტუმარი ბრძანდებოდით. ბატონ გიორგი, თქვენთან მექნება შეკითხვა, თქვენ აქტიურობდით ამ მიმართულებით, უსმინეთ ჩემს საუბარსაც ბატონ გიგლასთან. თუ შეგიძლიათ რომ თქვენი მოსაზრება გაგვიზიაროთ, რა მდგომარეობაში ჩააგდებს ეს კანონპროექტი ქართულ გლეხს? ეს არის კანონპროექტი, რომლის კანონპროექტი იმ შემთხვევაში თუ გავიდა რასაკვირველია. მე იმედი მაქვს რომ გავა, იმიტომ რომ ეს კანონპროექტი, რომელიც ახლა პარლამენტში ქართულმა უცნაურმა მოამზადა და შეიტანა, ოდნავ სხვაგვარი, მაგრამ შინაარსით აბსოლუტურად იგივე, ქრისტიან-დემოკრატების მიერ იყო შეტანილი პარლამენტში. ზუსტად 3 წლის წინ და ამასთან დაკავშირებით ალბათ საზოგადოებას ახსოვს მთელი ბატალიები და დებატები და მე იმას ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა მოყვა და იმაზე გადავიდა მთელი აქცენტი და ასე შემდეგ, მაგრამ და თავარი რაც შეეხება ხა თვითონ დამოკიდებულება ზოგადად ჩვენ ერთი რამ უნდა გავსაზროთ და გავმიჯნოთ. აი სიმინდზე იყო საუბარი რომ ეს სიმინდი დღეს რომ გვაქვს ის ნამდვილად არ არის ის სიმინდი რომელიც ოდესღაც თუნდაც საუკუნის წინ არსებობდა და ის სხვაგვარია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმები, როდესაც მცენარეში ხდება გენური ინჟინერიით მისი გამდიდრება ცოცხალი ორგანიზმის, ანუ ცხოველის გენით და ჰიბრიდიზაციის.
რომელიც მაგალითად რამდენიმე სელექციისგან, ხო, რამდენიმე ჯიშის თუმცა სელექციის შემთხვევაში ხდება გენომის ცვლილება ხშირად. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის ანუ სრულიად სხვადასხვა რამეზეა საუბარი, სრულიად სხვადასხვა საფრთხეებზე და ასე შემდეგ და ბუნებრივად ჩვენ რო დღეს სიმინდს ვეძა მოვიხმართ და თქვათ სამეგრელოში სიმინდირო წარმოებს აჯამეთის თეთრი და აბაშის ყვითელი ის თავ 70-იან წლებში გამოყვანილი ჯიში არის გასაგებია მაგრამ გენით შეცვლილია საქმეც მაგაშია გენომით შეცვლილი იქ არ არის ცოცხალი ორგანიზმი იქ არ არის ცხოველის ორგანიზმი შეყვანილი ცხოველის გენი რაზეც მეცნიერებს ჯერჯერობით აქ იქ რა საუბარი რომ ჯერჯერობით ზუსტი დასკვნა არ აქვს იმასთან დაკავშირებით რომ ეს სერიოზულად საფრთხის მატარებელია თუ არა თუმცა ძალიან ბევრი მკვლევარი ძალიან ბევრი მეცნიერი უკვე საუბრობს ძალიან კონკრეტულ თუმცა რა ავიღოთ სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იქ არის საუბარი რომ სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჯერჯერობით ძალიან კონკრეტულად ამბობს რომ ჯერ ჩვენ არ გვაქვს დადასტურებული მონაცემები იმაზე რომ ეს ადამიანს კლავს და უბედურებას უშვება და თაობებში რაღაცა საუბარი იყო იმაზეც რომ თითქოს კიბოსაჩენს და ასე შემდეგ ის კვლევაც რომელიც ფრანგმა მკვლევარებმა 2012 წელს გამოაქვეყნეს იმაზეც ევროპის სურსათმზუნებლობისგან უარი თქვა აუცილებლად მივა მე დარწმუნებული ვარ მაგ დასკვნამდე და ჩვენც ამის მომსწრენი გავხდებით ოდესაც ძალიან ბევრი ფაქტი დამტკიცდება ის რომ სერიოზული პრობლემების მომტანი არის იმიტომ რომ უკვე არსებობს ძალიან ბევრი კვლევა იგივე ამერიკაში იგივე ბრაზილიაში იგივე კანადაში და ყველა იმ ქვეყანაში სადაც უზარმაზარი ტერიტორიაა სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ნაკლებად ფრთხილობს ვიდრე ქრისტიან-დემოკრატიული პარტია არა მარტო ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ამ შემთხვევაში უამრავი მკვლევარი უამრავი ლაბორატორია უამრავი ამ საკითხზე მომუშავე მეცნიერები და რომელთა დასკვნებით სავსე არის სოციალური ქსელები ამასთან დაკავშირებით მოდით ახლა ჩვენ გაცილებით უნიშნულოვან საკითხს შევეხოთ საქართველოსთვის რა შეიძლება ამან მოიტანოს და რამდენად კარგია ვთქვათ ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის დაცვა, ჩვენი სოფლის მეურნეობის და ჩვენი ქართული ბიომრავალფეროვნების დაცვა, იგივე იმ საშიში მოვლენისაგან, რასაც ქვია სოციალური ორგანიზმები და ზოგადად ისეთი თესტი, რომელიც არის გენმოდიფიცირებული ორგანიზმი. ეხლა თუ დაკვირდებით, ევროკავშირზე იყო საუბარი. ევროკავშირს აქვს ძალიან მარტივი მიდგომა. გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის ძალიან ბევრი ქვეყანა არის ტერიტორიით პატარა სახელმწიფო, იმათ არა აქვს იმის ფუფუნება, რითი ფუფუნებაც აქვს ბრაზილიას, კანადას, შეერთებულ შტატებს ტერიტორიების უზარმაზარი ფართობების თვალსაზრისით, ამიტომ ძალიან სერიოზული მკაცრი მიდგომა წარმოჩინდა მოსახლეობის მხრიდანაც, ფერმერების მხრიდანაც ევროპის ბევრ ქვეყანაში, როგორც არის ავსტრია, დანია, შვედეთი, ჰოლანდია, იგივე ბალტიის ქვეყნებში სრულად გამორიცხული არის თქვა ამდაგვარი თესლის შეტანა. შესაბამისად ევროკავშირმა მიცა ნებართვა თავის წევრ სახელმწიფოებს და უთხრა რომ თქვენ თვითონ დაარეგულირეთ ეს საკითხი. ანუ თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, გინდათ იქ გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოება და სოფლის მეურნეობაში ამის გამოყენება. თუ არ გინდათ, ანუ არავითარი რეგულაცია, ისეთი მკაცრი რეგულაცია საერთო ევროკავშირის სისტემაში კანონმდებლობით არ არსებობს. მიცა უფლება თავის წევრ ქვეყნებს, რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება. შესაბამისად, დღეს არის ესეთი ვითარება, რომ რა არის პრობლემა პატარა ქვეყნისათვის. პატარა ქვეყნის პრობლემა ის არის, რომ გენმოდიფიცირებულ ცოცხალ ორგანიზმს, აი ამ თესს, აქვს ერთმნიშვნელოვნად, ეს მეცნიერულად დადასტურებულია, ძალიან ძლიერი გენი და ის არ გამოიხატება მხოლოდ იმაზე, რომ სიცივეს და ყინვას უძლებს. არამედ ის ძალიან ძლიერი გენია, რომელიც ამ შემთხვევაში ძალიან სერიოზულად აზარალებს ენდემურ ჯიშებს იმ ტერიტორიაზე. სადაც აი თუ შევისწავლეთ ამ თემას, იგივე კანადაში, იგივე ბრაზილიაში, სადაც ეს ტერიტორიები გამოყოფილია ათასობით ჰექტარი გენმოდიფიცირებული სოიოს მოსაყვანად, იქ არანაირი სხვა პროდუქციის მოყვანის ფიქრიც კი არა აქვს ადგილობრივ ფერმერს. ის იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რამდენიმე ათეულ კილომეტრზე შეუძლია ერთ კონკრეტულ ადგილას დათესილ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს დააზიანოს ადგილობრივი ჯიში. შესაბამისად, ჩვენ საქართველოში, ავსტრიაში, დანიაში, ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში არ გვაქვს. ანტონოვკა არის, ხა მაგალითად ვაშლი ანტონოვკა მიჩურინის ვაშლი არის, ხო იცით, არის ადგილობრივი ჯიში. ამ ნიუანს არ გვაქვს იმის ფუფუნება და იმის არ შეიძლება იმის გარისკვა, რომ ჩვენ ადგილობრივი ძალიან მნიშვნელოვანი ენდემური ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი გავწიროთ და შევწიროთ. ამერიკა როცა აღმოაჩინეს სიმინდი რომ არ შემოეტანათ იმის შიშით რომ ღომი არ განადგურებულიყო ეს ნორმალური იქნებოდა? არა, რა თქმა უნდა არა, ეს ასე სიმინდი შემოვიდა საქართველოდანაც ღვინო წავიდა, სხვა პროდუქტები შემოვიდა, ეს არ არის პრობლემა. მთავარია რომ ჩვენ ადგილობრივი არ გავანადგუროთ. ეხლა რაც შეეხება რას მოუტანს ეს ქვეყანას ეკონომიკურად. სად არის ღომის ღომი? ღომის ღომი როგორ არის? ფშენოს რო ვეძახით რუსულად, ფშენო უფრო იცის საზოგადოება. ის არის ღომის ღომი, ვისაც უნდა აწყოთ შორს ამერიკაში აკეთებს. ჩანაცვლა ხო ფაქტობრივად. ნუ ახლა ალბათ ის პროგრამერი არ მოჩნდა, არ ვიცი. ხო, ის პროგრამერი არ მოჩნდა ბევრი. ეხლა ნახეთ როგორი სიტუაცია. ჩვენ ვამბობთ რომ ეკონომიკურად ხო არ დაგვაზარალებს. ჩვენ ეკონომიკურად ის კი არ გვაზარალებს, რომ თურქული პომიდორი რო შემოდის საქართველოში, ის გენმოდიფიცირებულია და ამიტოა ჩვენზე იაფი. არა
ეს არ არის პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ იმ ქვეყანაში, თურქეთზეა საუბარი ამ შემთხვევაში და ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც სოფლის მეურნეობა აქვს ძირითადად, ყველა სახელმწიფო ფიქრობს იმაზე, რომ სუბსიდირება განახორციელოს თავისი ადგილობრივი პროდუქცია. ამერიკაშიც ფიქრობს მაგალითად ამას? რა თქმა უნდა, ამერიკაში ძალიან სერიოზული დახმარება აქვს ფერმერებს, გერმანიაში გითხრათ როგორი დახმარება აქვს ფერმერებს. აი ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით. გერმანიაში იმისათვის, რომ ფერმერმა იაფად დახნას მიწა, მას ადგილობრივ იმ თავის მიწებზე აქვს ბენზოგასამართი მოხმული მიწა ვნახე და გადაყრილი მანდარინი, ერთი ჩართვა მაქვს. სალომე ბარკერია საუბრა მოქალაქეებს იმასთან დაკავშირებით, რას ფიქრობენ ისინი გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე და ზოგადად აქვთ თუ არა ინფორმაცია, რა არის ეს და ამ გამოკითხვას გავუშვებ და მე ბატონ ლევანს მინდა ვკითხო, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოსტზე იყო საზოგადოებრივ მაუწყებელში და მინდა მედიის პასუხისმგებლობაზე ვესაუბრო, რა როლი აქვს თქვათ მედიას, როგორც ისტერიკის ატეხვაში, როდესაც გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე არის საუბარი, ისე ზოგადად საზოგადოების ინფორმირებულებაში რა არის ეს გენმოდიფიცირებული პროდუქტი, არის თუ არ არის ის საფრთხის შემცველი ჯანმრთელობისთვის და აი კარგია რომ ჩვენ ვისაუბრეთ და თქვენ თვითონვე თქვით რომ ჯერჯერობით არანაირ საფრთხეზე საუბარი არ არის და ის უსაფრთხოდ მიიჩნევა. უსაფრთხოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გენმოდიფიცირებულ პროდუქციას აღიარებს უსაფრთხოდ. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ამბობს რომ არ არის დადასტურებული. შემიძლია ციტატა წაგიკითხოთ, გავუშვათ თუ შეიძლება. არ არის საფრთხე გამოვლენილი. საფრთხე არ არის გამოვლენილი, არ ნიშნავს რომ უსაფრთხო. საფრთხე თუ არ არის გამოვლენილი, აბა რა არის? ეს არ ნიშნავს რომ უსაფრთხო, უსაფრთხო კიდე სხვა რამეა. ანუ არ იციან უსაფრთხო არის თუ არ არის და ამერიკის პოპულაციას აჭმევენ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას? 100%-ით არ იციან. ანუ ჯერ ესეთი მთავარი თუ შეიძლება ამ სურსაც 20 წელია ადამიანი კაცობრიობა ჭამს და ეს არის მთავარი არგუმენტი რომ 20 წელია ვჭამ და არავინ არაფერი არ სულ 20 წელია ვჭამ. კი ბატონო, თუ შეიძლება ვნახოთ გამოკითხვა და დაგიბრუნდებთ. ჩვენ დღეს გამოვედით გენმოდიფიცირებული გამოკითხვის გასაკეთებლად. აკრძალული თუ უნდა იყოს გენმოდიფიცირებული პროდუქტი? აკრძალული არ უნდა იყოს, მაგრამ უნდა ეწეროს. ჩვენს ქვეყანაში უნდა აიკრძალოს და შეუძლიათ იქ შეიტანონ, სადაც ძალიან ბევრნი არიან და ყველა ზომას იყენებენ, როგორ გაანადგურონ ესა თუ ისე ერი და აი იქ შეიტანონ. აუცილებლად. ჩემი აზრით კი. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, აკრძალული უნდა იყოს. მე უბრალოდ ავირჩევდი ფორმას, რომ ყველა პროდუქტს ეწეროს და არის თუ არა ეს გენმოდიფიცირებული ხა აკრძალვა, არ ვიცი, მაგრამ მე მგონი აზია ჯობს. რა თქმა უნდა ეწეროს იქ და უნდა ვიცოდე რა არის გენმოდიფიცირებული თუ არა. აკრძალვის რა მოგახსენო, ვისაც სურვილი აქვს, ის მიირთმევს და ვისაც არ აქვს სურვილი და ხელი არ მიუწვდება ნატურალურ პროდუქტზე, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია, რა თქმა უნდა, ის გენმოდიფიცირებულს დიდი სიამოვნებით მიირთმევს. თქვენ თუ შეიძენთ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს, რომელსაც ეტიკეტზე აწერია, რომ არის გენმოდიფიცირებული? ნუ შეიძლება შევიძინო, შეიძლება არ შევიძინო, შეიძლება ესეთი მივირთვა, რა. თუ დამჭირდება, შევიძენ და თუ არ დამჭირდება, საქართველოში აჩთი ყველაფერი არის გენმოდიფიცირებული. საერთოდ ყველაფერი. და საქართველოში ყველაფერი არსებობს, ეს არის ყველაფერი სუფთა ეკოლოგიური. ღორსაც ბოდიში ამ სიტყვაზე რო დავუღარო, არავითარ შემთხვევაში ორივე ერთად თუ მიართმევთ, შეჭამს ქართულს და არ შეჭამს ამერიკიდან თქვენ გიცდიათ ეგრე გაკეთებინა და ეგრე მოხდა? მართლა? კი. რა საფრთხეს ხედავთ გენმოდიფიცირებულ პროდუქტში? თუ იხოცა, ხალხი ვერ ხედავ. რა ხდება? ჰა? მე როგორც წავიკითხე და მოვისმინე კიდეც, თურმე უჯრედების გადაგვარებას უწყობს ხელს. და ეს უჯრედების გადაგვარება სხვა არაფერია თუ არა, თურმე კიბოს წინა სტადია. საშიში იმდენად არის, რომ დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სხვადასხვა ცვლილებები, სხვათა შორის გადახრებიც კი. მაგალითად როგორ გადახრები? სექსუალურიც. იცით რა არის, ექსპერიმენტებია ბევრი ჩატარებული, რა თქმა უნდა, გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე. არის ჩატარებული ზღვის გოჭებზე, თაგვებზე, ვირთხებზე და შედეგი არის ძალიან სავალალო, რომელიც იწვევს ზოგან სიმსივნეს, ზოგან მახინჯობას, გადაგვარებას სხვადასხვა ორგანოების და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საშიშია. ბევრმა არც იცის რას ნიშნავს გენმოდიფიცირებული საკვები, ხო? შეიძლება რას ნიშნავს გენმოდიფიცირებული? ბოლომდე არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი ბოლომდე. რას ნიშნავს თქვენი აზრით? დაახლოებით აი რა ვიცი, არ ვიცი მოკლედ. ხვდები რაღაც ნეგატივთან არის დაკავშირებული. რავი, ახლა მათო ვიფიქროთ ასე. ამობენ აღვარდა და
პირველად გავიგე ეგ სიტყვა საერთოდ არ ვიცი. აი გენური ინჟინერიის შედეგად მიღებული ისეთ პროდუქტები? არა, ვერ მივიღებ. ნახდათ. თუ არ არის მიწიდან ამოსული, გავიდა პომიდორის, ისე მე პომიდორი არ მიჭამია. ეგ პომიდორი არ არის, რეზინა. ბუნებრივი რო არ არის და დამატებული არა სხვადასხვა კომპონენტები. ეს არის ბუნებრივი არ არის. გენ მოდიფიცირება ჩემი აზრით არის საკვები, რომელიც ალბათ არ არის ჯანსაღი. გენ მოდიფიცირებული, ანუ არის ადამიანისთვის საზიანო, ესე ვფიქრობ. გენეტიკა, იმიტომ ვქვა, რომ გენ მოდიფიცირებული გადადის მე გენეტიკაში და როგორი თაობა წამოვაკიდე ღმერთმა უწყის ალბათ. даже დინოზავრების ესეთი ქვია ბანკების სისხლის და იქიდან ამოაქვს და შეიძლება შეაჯვაროთ და მე რას გაიგებ. მე განათლების სფეროში ვუშაობ და ვიცი ესეთი ფაქტი. იტალიის საბავშვო ბაღში ბავშვებს, გოგონებს, პატარა გოგონებს დაეზარდათ მკერდი მოულოდნელად. შემდეგ მოხდა ამ საკითხის შესწავლა. აღმოჩნდა, რომ ტენდერში გამარჯვებულა ფირმამ შემოიტანა ხორცი, რომელიც მზადებოდა ერთ-ერთ იმაში, რა ქვია, საწარმოში, ისინი ამზადებდნენ ღორის ხორცი არა, უფრო ბურაკის, გოჭის და ესეც. რომლებსაც ისინი ზრდიდნენ გენ მოდიფიცირებული, ანუ ეს გოჭი რო სწრაფად გაზრდილი იყო. ხორცი, რომელიც იყო გაზრდილი სწრაფად, ასევე გამოიწვია ორგანიზმის მომწიფება სწრაფად. მე ეს პრობლემა გახდა იმაში, რა ქვია, ბაღში. ბავშვებს შორის რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემებიც იყო, გადახრებიც იყო. ხალხი დგას ბიძია და იმას ფიქრობს, რომ რატი იშოვოს ფული. რატი გააკეთოს ფული და ის შესაძლებლად კი აკეთებს იმას. აკეთებს იმისთვის, რომ და იხოცა ხალხი. კარგი, მადლობა. ცხადია ეს არ არის საზოგადოებრივი აზრის კვალიფიციური კვლევა, ამის მიხედვით ვერ მივსჯელებთ ჩვენ რა იცის საზოგადოებამ გენმოდიფიცირებულ საკვებზე, მაგრამ ესეთი ორგანიზაცია, კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც სატელეფონო კვლევებს ატარებს ხოლმე და გაირკვა რომ მათი სატელეფონო კვლევის მიხედვითაც, არ ვიცი ხა იქ რამდენია ცნობილების შესაძლებლობა, მაგრამ სადღაც 80%-ზე მეტმა არც კი იცის რა არის გენმოდიფიცირებული პროდუქტი. ამასთან ჩვენ მუდმივად გვესმის ხოლმე პერიოდულად ისტერიები, ეს მედიის მეშვეობით, რომ თქვათ, ეხლა რაღაცა ინტერნეტთან დაკავშირებით იყო რაღაც ისტერია, რომ ის რაღაცა რადიაცია აქვს, მეოთხე თაობის ინტერნეტს გვესმის ეს, ეხლა რაც გავიგეთ, რომ თქვათ, გოგოებს ძუძუები ესდებათ, სექსუალურ გადახრებს იწვევს, იქ რაღაცა, ეს ყველაფერი ხო გარკვეულწილად არაინფორმირებულობის შედეგია. იქ თქვათ, ჩვენ ვიცოდეთ, ადრე გაგვიგია, რომ იგივე კოლგეიტი და შეიცავს რაღაც ნივთიერებას, ტრიკლოზანს, ის რაც იწვევს მე გენურ მუტაციას და სიმახინჯეს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს არსებობს მედია. ხშირად არა მხოლოდ ეს რაღაცა მარგინალური მედია, არამედ მეინსტრიმ მედია, თქვა, იგივე გვახსოვს ვირის ხორცის შემთხვევებიც, რომელიც დადგინდა შემდეგ, რომ თურმე მართალი არ ყოფილა და ვირის ხორცით ზოოპარკი მარაგდება, ესე გაირკვა მე. ბატონ ლევან, როგორ ფიქრობთ, რა შედეგი, როგორ უნდა იხემძღვანელოს ამ დროს მედიამ და როგორ განისაზღვრება მედიის პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, აი ეს ახლა რაც ვნახეთ, ვისი ბრალი? მედიის ბრალიც არის, განათლების სისტემის ბრალიც არის, ახლა თუ ფართოდ და გლობალურად შევხედავთ ამას ყველაფერს, მთლიანად ქვეყანაში და მათ შორის მედია განათლების ბრალიც არის. მე ამას რატომ ვამბობ? იმიტომ რომ ინფორმაციის მთავარ წყაროდ მოსახლეობისთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის რჩება მედია, განსაკუთრებით ელექტრონული მედია, ტელევიზია. ხო? ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში ჟურნალისტი არის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. მან უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ან ზუსტად, ან თუ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით არის ორი ან რამდენიმე აზრი, ყველა აზრი უნდა მიაწოდოს, ხო, მასეა რა. და ჩვენ ზუსტად ამ შემთხვევას ვიხილავთ, მე როგორც ხვდები, ხო? ზუსტად ამ შემთხვევას ვიხილავთ. პრობლემა არის ის, რომ მე ჩემი გამოცდილებიდან ვიცი და დამეთანხმება, შეიძლება დამეთანხმება არა. რომ სამწუხაროდ ქართულ სატელევიზიო მედიაში არ არის კულტურა იმისა, რომ ასეთი ტიპის საკითხებზე მომზადდეს სპეციალიზირებული რეპორტაჟები, რომელსაც მოამზადებენ ჟურნალისტები, რომლებსაც აქვთ რაღაც გარკვეული უნარები და გარკვეული ჩვევები, თქვათ, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ნიუსებთან მუშაობის. თუ გამოვთქვი ეს გასაგებად. მარტივად რომ თქვათ, უნდა სანიუსე პროგრამებში თუ სხვა პროგრამებში ამ საკითხებზე უნდა მუშაობდნენ ადამიანები, რომლებსაც რაღაც გარკვეული კვალიფიკაცია და რაღაც
გარკვეული მომზადება გააჩნიათ, რომ ეს განსაკუთრებული მეცნიერული რაღაც მომზადება ჭირდება იმას, რომ გაარკვიო რა არის გენეტიკურად მოდიფიცირებული. ჭირდება გარკვეული უნარების ჟურნალისტი, რომელიც დაჯდება, არ დაიზარებს და წაიკითხავს და ასე ვთქვათ, თუნდაც დილეტანტის დონეზე, ვიკიპედიის დონეზე, თუნდაც მოამზადებს საკითხს და ისე მიაწოდებს მაყურებელს. ამას გულისხმობ. ყველას არა აქვს, მე ხავს უსვავ, ყველა ჟურნალის არა აქვს ეს უნარი, რომ იმუშაოს სამეცნიერო ტერმინოლოგიასთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიასთან შესაბამისად სასურველი იქნებოდა. ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი, ერთ-ერთი გამოსავალი. დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა დნმ-ს ის მინდოდა რომ მე თქვა, ყველა ჟურნალისტ ერთს ვეთქვი, არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ჟურნალისტი ერთ-ერთი განმარტება, პროფესიული განმარტება ეს არის, ის უნდა იყოს კარგი დილეტანტი, ანუ მეტნაკლებად უნდა ერკვეოდეს ყველა საკითხში და თუ რომელიმე საკითხში უკეთ ერკვევა, ხო უკეთეს. კი ბატონო, თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ დიდი ცოდნა არ უნდა იმას, აი მაგალითად ეხლა რომ გავცელდა რაღაცა Greenpeace-ის შავი სიები. სამი წერილი მივწერეთ Greenpeace და მივიღეთ პასუხი, რომ არავითარი ეგეთ სიები არ გამო. ამას უნდა აკეთებდეს ჟურნალისტი. და ეს აი ზუსტად მან მივიდი ქალბატონია ზუსტად ეგ სენსაციონალიზმზე გამოკიდება ხო არ არის მთავარი სენსაციონალიზმი ხომ არ არის ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა, რაც ზოგადად ყვითელ მედიას რომ ეს ახასიათებდეს არ გამიკვირდებოდა, მაგრამ თქვენ დასვით ეს კითხვები აი ამ გადაცემაში, მაგრამ ეს კითხვები სანამ ღიად დაისმება, ხო თქვა სიუჟეტის მომზადების დროსაც ჟურნალისტმა ჯერ ხომ თავის თავს უნდა დაუსვას პირველი არის ესეთი აკრძალვა ხო აკრძალვა წარმოებაზე მაგრამ არ არის აკრძალვა შემოტანაზე რაშია საქმე პირველი კითხვა რაც უნდა დაუსვას ჟურნალისტმა თავის თავს შემდეგ ანუ შევთანხმდეთ რომ უკვე ჯანმრთელობაზე ადამიანების აღარ არის ხო საუბარი რახან შემოტანა შეიძლება ესე იგი ადამიანების ჯანმრთელობა კანონმდებელს არ აინტერესებს აინტერესებს რაღაც სხვა მოდი მივყვეთ რა არის ის სხვა და ასე შემდეგ თვითონ ამ საკითხთან დაკავშირებით აგერ ამავე გადაცემაში განსხვავებული აზრია ხო არის მოსაზრება რომ არ არის მავნე გენმოდიფიცირებული პროდუქცია არის მოსაზრება რომ არის მავნე ხო? პრინციპში თუმცა მეცნიერულად დადასტურებული არ არის. მოსაზრება არის, რომ აი ეს უნდა იყოს მიწოდებული. ამ ეტაპზე არ არის გამოვლენილი, რამდენად მავნეა, მაგრამ ვარაუდობთ, რომ ეს მავნე იქნება. ბატონი გიორგი ამას ამბობს, ხო? საქმეც მაგაშია, რომ თქვა ის პროდუქცია რა გავლენას მოახდენს, ეს ალბათ უახლოეს მომავალში გაირკვევა. მე იმედი მაქვს, რომ მალე გაირკვევა და გვეცოდინება, კარგია თუ ცუდია. მაგრამ ის რომ ამ შემთხვევაში ეს პროდუქტი, როგორც თესლი, რომელიც მიწაში ჩაიდება, აზიანებს ადგილობრივ ენდემურ გარემოს, ეს ყველამ კარგად ვიცით. ამიტომაც ამას გქონდა. ეს ძალიან კარგია. ბატონ თენგიზ, თქვენ როგორც მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორს თუ შემიძლია დაგისვათ კითხვა, რამდენად აზიანებს თქვათ მრავალფეროვნ? მე არსად არ გამიგია, არც წამიკითხია. თუ მომაწოდეთ მაგ ინფორმაციას, ძალიან მადლობელი ვიქნები. საერთოდ ინტერნეტში ბევრი რამე იწერება. ხო და ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ისეთ ჟურნალებს, რომლებიც არის peer review, ესე იგი, რომელსაც ხდება კარგი შემოწმება. წარდგენილი სტატიების. მაგალითად, ასეთი ორი ჟურნალია. ერთი Nature, გამოდის ინგლისში, მეორე Science. აი ამ 2013 წელს თელი ჟურნალი Nature მიეძღვნა გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, მათ შორის მცენარეებს. ასეთი დასკვნა, რომ არავითარი საზიანო თვისებები არ არის აღმოჩენილი. კი ბატონო, დასასრულისკენ წავიყვანო გადაცემა რეპლიკების სახით მოგცემთ შესაძლებლობას რომ ყველა უბრალოდ ვიტყვი რომ ამ სფეროში ძალიან დიდი ფული ტრიალებს რა. აი მარტივად მომხმარებლის კუთხიდან მე არ ვენდობი. კი მესმის რომ მეცნიერული დასკვნები ესეთია, მაგრამ გვაქვს მაგალითი მაგალითად აი ეს ძროხების სიგიჟის დაავადება 15 წელი გაიძახოდენ, პრობლემა არ არისო და მე როცა მოკვდა ადამიანი, მე თქვეს უი. და ვის უნდა ვენდოთ? ანუ ჯერ ესერთი არსებობს დაავადებები, რომელიც გვიან გამოვლინდება. როცა არსებობს მონაცემები, არსებობს შემთხვევები, რომ მეცნიერებს ძალიან კარგად მართავს დიდი ფული. სამწუხაროდ მეცნიერებიც ხდებიან მიკერტოებულები ხომ და არ ვიცით, შეიძლება აღმოჩნდეს, შეიძლება დასკვნა იყოს ისეთი, რომ უვნებელია, შეიძლება. და კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ლაპარაკია ძალიან დიდ ჯგუფზე სხვადასხვანაირი მოდიფიკაციების და ყველას ერთად ვაერთიანებს. შეიძლება 1, 2, 3
ნუ ევროპაში მაგალითად დაშვებული 50 ცალი. ამერიკაში რეგისტრირებულია 17000. ეს ხო არ ნიშნავს ხო არ ნიშნავს ყველა Food and Drug Administration სულ თითზე ჩამოსათვლელია. თითზე ჩამოსათვლელია კი ესე არის. წავიკითხე კიდეც კონკრეტულად რა არის კულტივაციისთვის დებადართული. უამრავია რეგისტრირებული. ანუ შეიძლება აღმოჩნდეს რომ რაღაცა კონკრეტულები არის უნებელი და შეიძლება აღმოჩნდეს რომ რაღაცა დიდი ნაწილი არის მავნე. ეს პროცესი ეხლა თქვენ მიგაჩნიათ რომ ქალბატონელი აი ეს მინდა ზუსტად გავიგე. მე მიმაჩნია ის რომ მომხმარებლებს ვეუბნები რომ თუ არჩევანი გაქვთ თავი შეიძლება. რო კარგი ხარისხის ჯობია, რომ ამასე უბრალოდ. კი ბატონო, გასაკუთრებით ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება, სამვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრებას ჯობია. ანუ ამას თავაზობ თქვენ მოხმარებთ. მოდიფიცირებული საკვები უფრო ჯანსაღია ვიდრე ბუნებრივი. ამაზეც არის საუბარი, რომ იგივე ვთქვათ, ბუნებრივი ორგანული პროდუქტის წარმოებას ხშირად ჭირდება პესტიციდები, იგივე ჭიისგან დასაცავად ხო, სწორად ვამბობ ამ ყველაფერს ვთქვათ, იგივე ვთქვათ, არ ვიცი მე რაღაც ვირუსები ხო უცებ. ეს არის შეხედულება, რომ რაკი გენმოდიფიცირება ის ცუდია და ორგანული არის კარგი. თუმცა უნდა ვაღიაროთ ბატონ თენგიზ რომ თვითონ პროცესი უფრო სახიფათო, ანუ უფრო რადიკალური ცვლილება შეიძლება მიიღოთ, შესაბამისად უფრო ფრთხილად მოქცევა არის. სამეფო ორგანიზაციამ ასეთი შეამოწმა გენმოდიფიცირებული ორგანიზმებს, თქვათ, მათ შორის სუპერმარკეტებში. და ეს სიმინდის ბურბუშელა. და აღმოჩნდა სიმინდის ბურბუშელა გაცილებით მავნეა ვიდრე გენმოდიფიცირებული მცენარეებიდან და კი ბატონო, დიდი მადლობა. მე ყველა დროს გადავაჭარბე უკვე რაღაც დატვირთული ეთერი მქონდა მიუხედავად იმისა, რომ ორი თემით შემოვიფარგლე, მხოლოდ როგორც წესი სამი გვაქვს ხოლმე. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, დიდი მადლობა ჩემთან მოგბრძანებისთვის. ამ თემაზე საუბარს კიდევ გავაგრძელებ და აუცილებლად მოგვეცემა საშუალება რომ მაყურებელს მეტი გავაცნოთ გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ და გავაანალიზოთ რამდენად სასარგებლოა ისე საქართველოს მოსახლეობისთვის ის ინიციატივა, რომელსაც ახლა რომლის განხილვასაც პარლამენტი იწყებს. მადლობა რომ გიყურეთ. ჩვენ გადაცემის შემდეგ მხატვრულ ფილმს ნახავთ ჩვენ კი ერთმანეთს მომავალ ორ შაბათს შევხვდებით.